გამიტეხეს ისა ჩემოდანი ტყვიები გიდევსო და ახლა მე რა ვიცი ყველის შეტანა ერთ ო იყო ეგეთი ხო მივფრინავდით ევროპაში რას შევი წყალი უნდა გადავრისხა დღეს შევეხებით ისეთ თემებს როგორიც არის Secret Santas სქესის გაგების ცერემონია Gender reveal party bachelorette party და მოკლედ მსგავსი თემები რაღაცები ყრია ამაში და რა არის თუ შენ თანაწყია ეხლა შემირჩევა ეს არის მანკარის ნასოსი გამარჯობა, არ უნდა ეს ხელებს ქნება. გამარჯობა, თქვენ უყურებთ მუსკულებს, გვანცა და გიორგი, ცოლ-ქმარი. გამარჯობა. ოჯახური პოდკასტი ეთერშია, მე-10 გამოშვებით. საიუბილეოა ფაქტობრივად? ხო, მინი იუბილეარი. ესო დაიდება ზუსტად 2 თვე იქნება, მაგას 2 თებერვალს უწევს მე მგონი, დღეს 31-ია. კი. ხო, 2 თვის თავზე, მე-10 ეპიზოდი. და დავიწყოთ, შეუბეროთ. კარგად მივდივართ. საკაიფოთ. ესე იგი, ტრადიციულად გვექნება ნიუსები. მიმოვიხილოთ რა მოხდა ქვეყანაში. დღის თემა გვექნება საინტერესო. კი ბატონო. ტრადიცია თუ ტრენდი. ესე დავარქვი. კი. სამი საინტერესო ფაქტი. კითხვა გვექნება ტრადიციულად მაყურებელთან. მოყოლებს კომენტარებსაც გავიცნობით. კომენტარებსაც გავიცნობით. რჩევები. და ბოლოს დაუკრავ. და ბოლოს მუსიკალური ნომერი რაც კონცერტ შემოგთავაზებს ხო თავისი პროფესიიდან ჩემ პროფესიიდან ნაწყვეტს აი შენ პროფესიიდან რა არის რა დაუკრავ ეგ რა დემონსტრირება ჩემ პროფესიის დემონსტრირება პროფესიიდან აი ეს პროფესიიდან რო დავტოვო და ეს ამოუჭრა და მე რამე სიტყვა ჩავსვა ჩემი პროფესიიდან გამოძახილი შეიძლება კარგია კი ბატონო ესე დავარქვათ ამ რუბრიკას გამოძახილი პროფესიიდან ახალი ამბები გაგაცნო შენ და მაყურებელს და მსმენელს აუცილებლად ბოლოს პერიოდში რაც შემოხდა ესეთი საინტერესო ვიდეო იყო ну თვითონ ვიდეოს ამონათებას აზრი არ აქვს ერთ-ერთი მომხმარებელი დები და თვითონ ვიდეოში არ ჩანს უკვე მომხდარი იყო ეს ამბავი და ამიტომ ვიდეოს აღარ ამონათებ ვიზეირის ერთ-ერთ რეისზე მოხდა ვიზეირი რა ვიზე არის რეისიდან სადაც მაყურებელი ყვებოდა რომ ეს ვთქვათ სადაც ხელბარგს ალაგებენ მაგალითად რა ქვია თარო თუ არ ვიცი ხელბარგის ჩასალაგებელი ადგილი ხო მაკედან რაღაცა წვეთებით დაესხათ მგზავრებს ხო და გაარკვეს რა იყო აღმოჩნდა რომ ერთ-ერთი მგზავრის ბარგიდან იმერული ყველის წვენი გადმოდიოდა და ვაიმე რატო ვიფიქრე ზუსტად ეგ აი ზუსტად ეგ ვიფიქრე ხო და ეს ყველი დაესხათ თავზე მგზავრებს თვითფრინავში ხო ხო არ შეიძლება რა ვიცი რატო არ შეიძლება აი რა მაშინ ვერ შეიტანდა არ ვიცი ხო პრინციპში რადარებზე არ გამოჩნდებოდა ყველი რადარებზე კი არა და იქ აპარატშიც გაატარებენ როგორ არ გამოჩნდებოდა ყველი როა რა ვიცი მე ის კევის გამო საღეჭი რეზინის გამო გამიტეხეს ისა ჩემოდანი ტყვიები გიდევსო და ახლა მე რა ვიცი ყველის შეტანა ხო იყო ეგეთი ხო თან ხო მივფრინავდით ევროპაში და ტყვიების ჭიდი აბოიმა ეგ ეგონათ და ხელბარგში არა თან რაც ჩავაბარე რაც ჩავაბარე ჩემოდანში მე და 2 ცალი ისა ორბიტი ხო და მაგის გამო გამიტეხეს ჩემოდანი წესი ერთად არ გახსნეს თან გამიტეხეს ჩემოდანი რომ ისა ტყვიები არისო და რა ვიცი სასწრაფოდ უნდა მოიღოთ რომ გავარდნილიყო სამხსნიდან და ეს წყნარა თუ მიმაქრა აეროპორტი დამოკეთე ისე რა ქვია ეგ ბარგს როგორც ექცევიან ეგ ძალკე თემა არის მაგრამ ხო და მოგეთ ეს ყველი და ეს ხოთ გზავრებს რა ეს თმა ცოტა გამეზარდა და რაღაცნაირად მეფხატება თვალებზე გვიანია უკვე ხო გადაცემაში მოგიც გამოსწორება იცი ბოდიში
ხო და ეს ხა ყველა კარგად არის, არაფერი არ დაშავებულა, მაგრამ ხო და ბოლოს რა მოხდა? ნუ არაფერი, ნუ ამოშტო ის ყველი იყო ეთყობა და ნუ მოიღეს ან რაღაცა რამეს იზავდნენ არ ვიცი, მაგრამ როგორ დამთავრდა არ ვიცი, მაგრამ აი ქართველები რასაც ვკადრულობთ ხო? თვითფრინავში აი ეგეთი არ ამგონია რა, ეგეც არ ამგონია ვინმე შვებოდეს. არა, იქნებიან სხვებიც, მაგრამ სულ როცა რაღაცა პრობლემა არის ხოლმე, ან კონფლიქტი, ან ვინმე ცუდად იქცევა, ან ქართველები არიან ხოლმე, ან ხანდახან იტალიელები რა. არა, თეთრიც არ არის. რა ყველაზე ბევრი, ნუ ალბათ ყველაზე ბევრი რეისი და მასშტაბურია და მაგიტომაც ხდება იქ ბევრი რაღაც, მაგრამ American Airlines არის, მე მგონი სადაც ყველაზე დიდი სიგიჟეები ხდება. აი შეგიძლია დაგუგლო და ის იყოს რაღაც 100 ყველაზე სიგიჟე რაც მომხდარა მგზავრები როგორც იქცევიან და აი რაღაც სასწაულებს აკეთებენ. ხო, ეგ პროცენტულად იმის გამო, რომ იქ მეტი ადამიანი სხვა ეროვნების მეტი ადამიანი მოძრაობს. მაგრამ შეიძლება ხა მშრალი იყო და გაუვიდა მე ეს რა ქვია, წყალი წვენი ამ ყველა ისტორიასაც ჩადეს მშრალად იყო და გამოჟონა რა. მეც მომეწია ერთხელ ორი თავი ყველის წაღება აქედან პარიზში. ხო, მაგრამ იმაში ხელბარგში გქონდა? არ მახსოვს. კაი რა. არა, ხელბარგში არ მექნებოდა ხო, მე რო ჩავაბარე იმ ჩემოდანში იყო. მე სანტებელა ამატანინეს ერთხელ ლუფთანზას ბორტზე. ისეთი გულისხმიერი ის აღმოჩნდა. გულისხმიერი კი არა, დაუდევარი. არა. რაც ხანძარი როგორ გეჭინებს სანტებელით. იცი რა იყო? ხელბარგში არ მქონდა. ჩავაბარე ის სადაც სანტებელა იყო, სუვენირი სანტებელა იყო. ლამაზი სანტებელები რო არის რა, ეს ქალაქის იმით წარწერით და რაღაცებით. უცებ ვზივარ უკვე, ანუ უნდა აფრინდეს თვითფრინავი რა და გამოაცხადეს ჩემი სახელი და გვარი, რომ გამოცხადდით გასასვლელთანო, თვითფრინავის გასასვლელთან და გავედი და ეს ჩემი ბარგი, პატარა ბარგი რაც იყო, გაბრდღუნილი იყო, არ ვიცი რა მოხდა და ეს რო აიტანო, თან რო გქონდესო რა, ეხლა ვერ უზავთო ვერაფერს, არ ვიცი რა მოხდა იქ რა. და იქ თვითფრინავთან როგორ აღმოჩინესო შენ სანტებელაი და ხო და რამე ხო არ გაქვსო ისეთია გვაჩვენეო რაც არ შეიძლებაო რომ იყოსო ბორტოზე. ხო და იქ რატო მიიტანეს ეჭვი უკვე თვითფრინავთან? ეჭვი არ მიუტანიათ, უბრალოდ ეს იყო ბარგს ეწერა ჩემი სახელი. და ეს რო რახან დაბრდღუნილი და ესე ელვა შესაკრავი ესე გაფუჭებული იყო, ვეღარ უზავდნენ ვერაფერს რა. ბარგი რო ჩააბარე, მე შეხვედი თვითფრინავში ჩაჯექი და იქ მოვიდა გამობრდღუნილი ელვა შესაკრავით ბარგი. და იქ ეკითხებოდნენ რა არის შიგნითო? მომიტანეს იქ, ანუ იქ გავლილი იყო ყველანაირი ყველაფერი, შემოწმება. უბრალოდ გაფუჭდა ეს ჩანთა იმ დონეზე, რომ იქ ვეღარ დააბრუნებდნენ. იმ ბარგში. ხო და არ ვიცი თქო რა მოხდა. უბრალოდ ეს მომიტანეს და ეს ესეთ მდგომარეობაში არისო და რო აიტანო აქო რამე ისეთი ხო არ გაქვს გვაჩვენეო რომ შეგატანინო და როგორ არ მაქვს მეთქი მაგიტო ჩავაბარე რომ ისეთი მაქვს მეთქი. იმიტომ რომ ცალკე ჩემოდანი მქონდა და ცალკე ეს პატარა ბარგი მქონდა. ხო და რო ვაჩვენე სანტებელა სუვენირი იყო რა, ესე ამეთქი ვიყიდე სუვენირად თქო. და კაი ჯანდაბას მქონდესო და ვიჯექი ესე სანტებელით. ო ლუფთანზაზე თან წარმოიდგინე. ო. მე არაფერი არ მახსენდება ისეთი. ერთხელ იყო რომ ძალიან დიდი ხანი გამოჩერა იმაზე. აი ამ ხელა დეოდორანტი მედო, აი. ხო. ზუსტად ამ სიმაღლე. ანუ იმ რაოდენობის რაც შეიძლება რომ შეიტანო. ხო და თან მაგაშიც კიდე ნახევარი იყო დარჩენილი ეს სითხე რა, ესეთი ის რო არის სპრეი დეოდორანტები რო არის რა, ეგ ცხოვრობდიოდრე და ხა აღარ იყიდება სამწუხაროდ ეგეთი, მაგრამ ხო და ძალიან დიდი ხანი გამოჩერეს მე ამ საბაჟო რაღაც ის რო არის ხომ მაგ განყოფილებით სულაში ვინც იყო ის მენეჯერს დაუძახეს თუ უფროს თუ ვინც არის დაცვის მოვიდა და ეს შეხედა მას და ამისთვის გააჩერეთ ეს აუდეს ხა სულელია ეს ახალია აუდეს წავიდა სადაც არ მახსოვს რა ქვეყანაში ვიყავი და გაბრუნდა ისე და ჩამილაგეს და გაუმატანეს და ერთი იყო კიდე მე მგონი ლოტი იყო რა პოლონეთისავე ხაზე ან პეგასუსს მე არ მახსოვს ზუსტად რომ არ დაუბრალო კონკრეტულად რომელიმეს და ეს ეწერა ბილეთში რომ ამ ზომის ეს პარამეტრები ხო წერია რომ ეს ზომა შეიძლება აიტანო თვითმფრინავში ეს უნდა ჩააბარო და ზუსტად თვითმფრინავშიაც შემეძლო ამეტანა ისე ვქენი რომ იმას ჩავატიე მთელი ბარგი რაც სჭირდებოდა რომ არ ჩამებარებინა და მას თალკი არ მეწვალა და რომ მივედი არა ესო დიდი არისო
და იქ ხო არის ხომ ესეთი რკინის რაღაცები და შეზუსტად იქ ჩავდა და ჩაეტია. არა, მაინც დიდი არისო. და ნუ მაგრამ ანუ ცოტა იმას ვქენი რა დაუძაბე რომ მეთქი ანუ ასე გიწერიათ და რაღაცები და აი ის არის თან ის რომ ჩადო. აი ამაში ეტევა. თუ გინდა გაზომე მეთქი იმ სანტიმეტრებს ეტევა რა ბილეთზეა წერია. ანუ არა თავი გაიგიჟეს რა. ეს ხო გახისთავიანდებიან ხოლმე. ხანდახანდა ნუ კაი ჩავაბარე. აჰა თქვენი ასე და ისეც მეთქი და ჩავაბარე. და გერმანიაში ავიღე. და იქ მირტყმული იყო რაღაცა წითელი ისინი რომ სახიფათო პარკი გამიყვანეს, გამჩხრიკეს, ამომალაგებინეს ყველაფერი. ეთქვა ეს რომ გავახურე ამაზე, გაიგე? ან მე გამწარებული ემო სპეციალურად მიარტყეს, მაგრამ ნუ ასე გონათ რომ რაღაც ისეთი მიმქონდა, ნუ არ ვიცი მოგეთ. ხანდახან დებილები რა. ხო ეხა ჩემი ორბიტის ამბავიც აი რა ტყუიებია რა ისა რა სისულელეა. ხო. როგორ ვერ უნდა თან სხვა დროსაც ჩაულებრივად ძალიან მიყვარს მოკლედ საღეჭი რეზინი და რო ჩავდივარ ხოლმე იქ რაღაც მაღაზიის ძებნა რო არ მომიწიოს ერთი ორი ცალი მიგდია ხოლმე რა რომ იყოს რა იქ ძებნა რო არ მომიწიოს რაღაც მაღაზიის რაღაც იქ ხო ეგრე არ არის თან ახლა რო ჩადიხარ აქ რო ყოველფეხის ნაბიჯზე ის არის რაღაცა სასურსათო მაღაზია ხო და ესე ტყუიები გაქვს ერთხელ ესე შემოწმებაზე ეს იყო გერმანიიდან მოვდიოდი და გერმანიაში ვიყიდე სათამაშო. პატარა არ ვიყავი ზრდასრული ადამიანი ვიყავი და ვიყიდე სათამაშო და ეს სათამაშო იყო მგელი, რომელსაც რო ჩართავდი, დაგვერავდა და იცინოდა. ხო. ხო და ეს როგორც ჩვენია ხოლმე მგლები ზოგადად. ეს მგელი იმის გამო რომ ან ბარგი არ დაკარგულიყო და ისე მომწონდა ეს მგელი რომ ვიყიდე რომ არ ბარგში რო არ ჩამებარებინა და არ დაკარგულიყო ეს ბარგი ჩავიდე ხელბარგში და რომ გამჩხრიკეს და გაატარეს იქ როგორც ატარებენ ხოლმე ამოიღეს ეს სათამაშო რომ ენახათ რა არის და ერთი 15 წუთი ერთობოდნენ ამ მგლით იქ და მე ვიდე კიდე ველოდებოდი ზოგადად მეც ეგრე შევი ხოლმე რა მე ახალს თუ ვიყიდე მე იმას ვდობ ხელბარგში და ისინი რაც ხელბარგში მე თო გადავჭათაში რომ თუ დაიკარგოს ახლები არ დაიკარგოს ის მაინც დამჭირს კი მეც ბოტასიან რაღაც თუ მიყიდია ისეთი მე ჩამიდია ზურგჩანთაში ხო ნუ ლოგიკურია რატო არის ლოგიკური ყველა რაღაც ძალიან ძვირფასი რომ მოგონდეს ხოლმე კაი გადავიდე შემდეგ ახალ ამბავზე გადავიდეთ თუ რამდენი ველაპარაკეთ სავაჭრო ცენტრი გალერეა თბილისში ევაკუაცია გამოცხადდა ხო და ნუ მე აღმოჩნდა საგანგაშო არაფერი არ იყო მე როგორც შენ თქვი მახსოვს რომ გზაურმა გამოიწვია აჭირა მღილაკს თუ განგაშის თუ რაღაც ჩართო თუ რაღაცა ვიღაცა ხო რაღაც ეგეთ ვერსიას წაიკითხე მაგრამ ძალიან ბევრჯერ მომხვდა მახსოვს ეგ ამბავი რომ გალერეში თუ გალერეა თუ როგორც ქვია იქ განგაში ეს ჩაირთო და ერთხელ მეც მომყევი მაგაში ხო ახლა ზუსტად არ მახსოვს დეტალები მაგრამ კიდე უფრო ბევრი რაღაც მოხდა ვიცი რაღაც ახლა შემიძლია გავიხსენო რა რომ რაღაცა ფეხსაცმლის მოდელს ვეძებდი და ბოტასის არა ბოტასი არ იყო რაღაცა ზანთრის ბათინგი იყო თუ რაღაც შეიძლება ბოტასი იყო არ მახსოვს და არა ხო კედები იყო და ბოტასი არა კედები ხო და მოკლედ იმ მაღაზიის ერთ ფილიალში არ იყო ამ მოლში მეორე მოლში წავედი იქ არ იყო იქიდან გამოიშვეს ანიქარიო და რუსთავის ხო არის ორი მოლი კიდე ერთი მოლი ვარ დასაწყისში მერანი და გალერეა იქ მივედი და სხვანაირი ქონდა თუ რაღაცა და ჩემი ზომა არ იყო და ბოლო წერტილი იყო ეგ სადაც მივედი შევედი მაღაზიაში ქონდათ ჩემი ზომა უკანასკნელი იმედი იყო რა და აი კიო გოქსო ეგ ანუ იქ რაღაცა მოდელი ქონდათ ანუ აი ხოთი ცოტა ნახევარი ზომით დიდი რო გინდა რომ ბოლომდე კომფორტულად იყოს რა და ნუ აღარ ვიყიდე და მათი აი ბანანსაც რუსთავის დასაწყისში მოვედი ბოლოშიც ჩავალ და ვიყიდე ზუსტად ისეც იმ ზომისასაც მინდა თქო და იქ ჩავედი და რომ და გამოიტანა კონსულტანტს ჩაირთო ეს განგაში ზარი და ყველანი გარეთო და თელი მოლი გამოვლაგდით გარეთ და მე ველოდებოდი და სადამ რაღაცებში ამოწურს და ახლენ ჩაირთვებო და წამოვედი მე ესე დავშინ დღეს ფეხსაცმლის გარეშე არ გეწერა ესე იგი მაგის ყიდა არ იყო ჩემი რა აი რაღაცა სადღაც ალბათ 3 წუთით გვიან რო ჩართო ან ადრე მივსულიყავი მოზომასაც მოვასწრებდი და ყიდვასაც მაგრამ ისე მართლა ხა ეს თუ მართლა ვიღაცამ გააკეთა უბრალოდ ისე რომ არაფერი არ ხდებოდა
რა დასჯადი არის მეგობრებო. ეხლა თან ეს პოსტი რაც წავიკითხე მე იქ სიცილები და რაღაცები ეწერა რა და ხახმა დაწერა მე რომ რაღაცინებ თო მე იქ ვიყავი მე აქ ვიყავი მე კინოთეატრში ვიყავი და თან ეს არის ცუდი შეგრძნება არის ალბათ რა ხა წარმოიდგინე კინოთეატრში ხარ სიტყვაზე ან რა ვიცი ჭამს ადმე რაღაცა გამოიწვიოს რაღაც ხო და უცებ რაღაცა განგავში და არ იცი რა ხდება თან არ არის კაი ხო აშინებ ხალხს ესე როგორ შეიძლება ეს თემა ვიყო მოკლედ ხო გავაგრძელოთ ავსტრალიის ოპენი მიმდინარეობს ძალიან სალაპარაკო ხდა ეგ ამბავი რომ ჯოკოვიჩი ნოვაკი გავიდა ფინალში 38 წლის არის კაცი და კიდე ფინალში გავიდა და ხვდება ალკარას დიახ 10-დან 10 აქვს მოგებულია 10-დან 10 აქვს მოგებული მაგ დამპალს მათ გაიგონეთ კაცანი კი გავიგონე გუში რომ ბრაგვანმა გაგოღვიძა ბეჭედი რო გამძვირა გიომ ძილში ბეჭედი ისროლა ხო უცებ სრუსი ჭუმეში პარკეტზე რო დაეცემა ბეჭედი ძალიან დიდი ხმა აქვს პარკეტზე თუ ამინატზე და წამოხვდით ორივე ვერ მივხვდით რა ჩამოვარდა საიდან და ძილში ვარჯიშობდა თურმე მე როგორც გავარკვიეთ ეს იზრებოდა ვარჯიში და ისროლა ბეჭედი ძილში კი და რა თქმა უნდა რაღაც რო დაეცემა ხო რაღაც ლოგინის ქვეშ უნდა შევარდეს ან იქ ხوارჯება არასდროს ან კარდის ქვეშ უნდა შევარდეს ან ლოგინის ქვეშ და შუაში რაღაც არის ისე კი არის კიდეში ხო ეგ უკვე ის არის რა ქვია აუცილებელი პირობა არის ნებისმიერ რაღაცა რო დაგივარდეს კი ხო და მოკლედ ჯოკოვიჩი რა სიტყვა იცი შენ საყვარელი ჯოგურთელია არა ამაზე ვერც ვიხუმრებ ამაზე არა ეხლა ვაღიარებ რა თქმა უნდა რომ ბუმბერაზია მაგრამ მე არ მეყვარს არ მომწონს როგორც ადამიანი არ მომწონს ადამიანი ხო არ მოვლენა არის ახლა მართლა ვაღიარებ ხუმრობა იქით იყოს 38 წლის ასაკში ესეთი ხო ეს ჯოგურთის ლებრონ ჯეიმსი არის რა ისიც ესეთი არ ბერდება მანქანა არის რომელიც აი არ ვიცი საწოლციფრებს სტეპს და პერფორმანსს რა იცი რა თან არის რა მეც ახლა ჩვენში დარჩას და ვატრაკებ ხოლმე რომ აი დაბერდა რა უნდა წავიდეს იმიტომ რომ არ მომწონს ახლა სუბიექტური ხარ ეს სინერს მოუგო ხო სინერს მოუგო ნახევარ ფინალში თან ახლა სინერი არ არის ხალ წამოსაკრავი ხო ნამდვილად მე უკვე შემატკივრობ სინერს ხო და ნუ ეძახე ხო დაბერდა და აგერ 5 სეტი ითამაშა სინერთან დიდათ არც კი 5 სეტი კი ითამაშეს მაგრამ დიდათ არც არ გასჭირვებია რა თამაში ნუ სასწაული თამაში იყო ჰაილაიტები გადავიდეთ ხო დავამთავროთ შემდეგი გვაქვს ხო და ნუ რამდენიც არ უნდა ვიძახოთ რომ დაბერდა და დაანებოს თავიო ფაქტია ხა რა რატომ უნდა დაანებოს თავი კაცი 38 წლის არის და ფინალში გავიდა ისე მობეზდება ერთი თორე ეგ რატო იცი რატო ახერხებს მაგდანეს ღმერთი მეხმარებაო ამბობს რო არა იცრა ვინც აიცრნენ აი ეგრევე და ცუდად არის მათი საქმე ეხლა რაღაცებს გავუტყდა თი მეც არ ვიცი და რა ის არის და არა ვისაც გინდა იცეთ ვისაც გინდა რა იცათ ვიხუმრე უბრალოდ დროისაც არ უნდა ხომე აცრა და არა იცრა ისინი ზამთკივნეულად ღებულობენ ყველა ხუმრობას აცრაზე და ხო მოკლედ ხო და ნახოთ რა იქნება მე იმედი მაქვს რომ ალკარასი მოუგებს ფინალში იმიტომ რომ ალკარას უყვარს დამსხრევა ცოტა ხის წინ მოუგო ეხა იმედი ფინალში ალკარას ხვდება არა წინ რაღაც ტურნირზე კი მოგებული აქვს მაგრამ არ მახსოვს როდის არის კვირას ხვალ ანუ ესო დაიდება გუშინ ხო გუშინ იყო კარგი ხო და მე გულშემატკივრობ ალკარას აუცილებლად და ფედერერი რო შესაძლებელი ეგ თქვი არ მithქვამს ეგ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ეგ წესით ვინც გვიყურებს უნდა იცოდეს იმიტომ რომ ამაზე არა უნდა იცოდეს იმიტომ რომ ჯორდანზე რო ვლაპარაკობდით მაშინ ვთქვი რომ ფედერერი რატო არ დამიკიდა მეთქი აქ თქო და სად ჯორდანი და სად ფედერერიო ესეთი რაღაცა თქვი შენ ხო მაგრამ ვერ დაიცავ დიდათ მე შენ ის არ მინდა ამაზე ლაპარაკი მეთქი გითხარი ხო და ნახოთ რა იქნება რა ჩემთვის მაინც ყველა დროის საუკეთესო ფედერერი იქნება ყოველთვის
ჩოგბურთელი. კი. ამის სხვა სპორტით არ არის დაკავებული? გოლფით არიან ახლა ნადალი და ფედერერი. ენაულებად. როგორც ორი მდიდარი ადამიანი. მდიდარი და პენსიაზე გასული. ხო. ისე ყველაზე ახლოს გოლფთან ჩოგბურთია ალბათ. ჩოგარი გამოიქნა და ბურთი გაარტყა და ბეისბოლი, ხო. ნუ შეადარებ მოდი ახლა ჩოგბურთს. არა არის ადვილი გოლფს თამაში. მე ხო თამაშობ ხოლმე დავდი რა. როგორც მდიდარი ადამიანი. როგორც მდიდარი და პენსიაზე გასული ადამიანი. დღეს ახლა რო ვიწერთ. ხო. ლონდონში იმართება ფარტი, აწვეულება დაიგეგმა ივენთი. რა იყო? არა, ხო გისმენ. უცნაური ის იყო ნიუსი. ხო, არ წავედით, იმიტომ ჩაწერა გქონდა. ხო და ესეთი ფარტი არის, რომ ნუ რა თქმა უნდა თავის face control-ია, dress code-ი და ასე შემდეგ, მაგრამ ესე იგი შესვლის ერთ-ერთი პირობა მამაკაცებისთვის არის, რომ უნდა იყოს მინიმუმ 183 სანტიმეტრი სიმაღლის. და შეასრულში გაზომავენ დგას რაღაც საზომი და ამაზე დაბალი თუ ხარ აღარ გიშვებენ. რატო? და ნუ დიდი მოთქმა გამოიწვია და რაღაცა ჰეიტიზმი კი არა, რაღაც ტერმინი იყო სიმაღლის მიმართ სიმაღლით დისკრიმინაცია და რაღაცები და ალბათ მაგიტომაც გააკეთეს რომ ესეთი გამოხმაურება და ის სკანდალური ყოფილიყო, მაგრამ ერთ-ერთი ის არის რა, რომ ნუ სოლიდურად უნდა გეცვას რაღაცა და თან უნდა იყოს მაღალი. ეს 83 რა არის? ნუ ესე გადაწყვეტეს. 80 მაინც ყოფილა. ესე გადაწყვეტეს. მე მომწონს, კარგია. და იმათი ახსნეს იყო რომ ქალებიც ვინც მიდიან კლუბში რომ ეს უნდათ მაღალი მამაკაცები მოწონთ და იმათი გაცნობილი ეცოდინებათ რომ ყველა მაღალი არის. აი სოფო გაიფიქრებ და ალბათ რომ ეს საჩემო ის იქნებოდა, კლუბი იქნებოდა. სოფოს ხსენებაც ჩეკ. იმიტომ რომ მე და სოფოს უკამათობდით ხოლმე რაღაც არაადეკვატური აღქმა მაქვს. მაშინ და ჩამოწერე ხოლმე. გეგმაში პოდკასტის რო ნიუსები სამი საინტერესო ფაქტი რაღაცა სოფოს ხსენება. ვარ და გვაქვს ხოლმე. სპონსორს როგორც ახსენებ ხოლმე ეგრევე. ხო და ესეთი ისე face control თუ არსებობს. ხო. სადაც შემოხედავენ და თუ არ მოეწონე იქიდან რაღაცა შეგიშვებს სიმაღლეც რავი ეგეთი ანუ ეგეც ერთ-ერთი კრიტერიუმია რა. ხო, მაგრამ იქ ხო ეგ face control იმის გამო არა რომ გარეგნობით არ მოეწონე, იქ რაღაცებს უყურებენ, რის გამოც შეიძლება რაღაცა საფრთხეს წარმოადგენ და იქ მყოფებისთვის ვინც შიგნით არის. ხო, მაგრამ ეს ვერ გაიგებ ესე ხო კონკრეტული წესები არ უწერია ეს მიხედვით. კონკრეტული არ უწერია, მაგრამ რაღაცები ხო ვიცით, რაც მოქმედებს. ხო და აი მაგას გეუბნები არ ვიცით, იმიტომ რომ აი ბევრ კლუბში მაგალითად აი ისეთი რაღაცა შეუშვიათ აი მაგალითად თუნდაც აი სამეგობრო ერთად რო წასულა. ხო. 4 ადამიანიდან 2 ისეთი შეუშვიათ და ორისთვის უარი უთქვათ რომ აი საერთოდ რო ვერ მიხვდები რომ ამანატო ვერ დაიმსახურა იქ შესვლა და იმანატო დაიმსახურა. თან ეგ ძირითადად სულ კაცებს აქვთ ხოლმე პრობლემა. ხო, ძირითადად ეგ არის ხო. სულ უშვებენ. იმიტომ რომ ერთხელ მე და ჩემი მეგობარი არ უნდა მოიდო ალბათ რაღაცა ისეთ უნდა გააფუჭო რიგში დგომისას რომ შეგიშვან. ერთხელ მე და ჩემი მეგობარი ერთ-ერთ ბარში იყო, კლუბში არ დავდიოდი, არ მიყვარდა, არც ახლა არ მიყვარს. ერთ-ერთ ბარში შევდიოდით და face control-ი იყო იმ ბარში. და საკმაოდ ნასვამები ვიყავით და დაიღალა ლოდინით ჩემი დაქალი. და ოцоრე გონა რომ ფული უნდა დაცვას და ესე ფული ამოიღო ქეში ესე და აი ეს დაგუჭული ფული მიაყარა დაცვას. და შეგიშვეს. არა, აი ფული არა უღია იმ დაცვას ავკრიფეთ ესე ბოდიში მოუხადე და შეგუშვეს. რა არისო დავიღალეო ესე და მიაყარა. შეგიშვეს მართლა? კი. მაგიტომ მოუყევი რომ აი ქალმა რა ვიცი რა უნდა გავაკეთოს რომ ბარში და კლუბში არ შეუშვან არ ვიცი. ხო და მოგეთ ესე არის რა. სიმაღლის მიხედვით უშვებენ ხალხს. ხო და იმას ვამბობდი რომ შემაწყვეტინე მე სოფოსთან დაკავშირებით. ეს კამათი გვაქვს ხოლმე. რომ რა არის მაღალი, რას ნიშნავს? იმიტომ რომ რაღაცას რო უყვები ხოლმე და ვიღაცაზე ვლაპარაკობთ, მაღალია, დაბალია, მე აღარ ეს შენ არაადეკვატური ხარ რომ მეუბნებიან და აი როგორ განისაზღვრება ხა ეგ 180 თუ რამდენი იყო 183-ზე ნაკლები, ანუ ესე იგი 180 მაღალია, ესე იგი, ხო, რახან ეს დააწეს. არა, შეუშვებდნენ. 183-ს თვლიან, 183-დან ზევით თვლიან მაღლებს. არა, ხო, 183 თუ ხარ,
და რა ესე იგი 180 წეგან თქვი და 183 თქო. ხო და აი ვინ განსაზღვრა 6 foot არის მე მგონი რა გამოთქმა არის რა აი ფუტებში სადაც ზომავენ 6 foot უკვე მაღალი არის. ხო 6 foot სანტიმეტრებში 183-ია რა. შენ ამდენი ხარ? 183. ანუ შემაღალი. 3-ან 4. შეგიშოვდნენ. შემიშოვდნენ ხო. ხო ეს კაცებზე იყო მარტო? ხო აბა 183 და მაღალი ქალები მივიდა და სამი ქალი შევიდოდა სულ ეგ. რატო შვედეთში რო გააკეთო ეგეთი ძალიან ბევრი ქალი. ჩვენთან რაღაცა ირინა ონაშვილის მივა მარტო. ხო. ვიცი კიდევ ერთი. ხო ინგლისში ეხლა უნდა თორე იქნება ამ სიმაღლის ქალები. ხო ვიცი. კაი, შემდეგ ნახოთ როგორ ჩაიარა გავიგებთ. ჩინურმა კომპანიამ თანამშრომლებს ემოციური შვებულების აღების უფლება მისცა. ეს თავს მოიგო ერთ-ერთ ჩინურმა კომპანიამ, რომ რაღაც ხო წელიწადში ამდენი დღე შვებულება შეიძლება აიღო, ამდენი sick day ქართულთან გვარი ავუმტყოფობის დღე და კიდე არის პლუს 10 ხო როგორ ერქვა ემოციური შვებულების უფლება 10 დღე. ხო ემოციური შვებულების უფლება ცუდ ხასიათზე რო ხარ. ანუ აი ცუდ ხასიათზე არ ვარ მუშაობის განწყობაზე არ ვარ ეკავ. ხო 3 დღე ვარ დაგრუზული. ხო დეპრესიაში ვარ, არ მივული. კი ბატონო. თავს მიხედეთ, ასე მოდი მოიხოდე. მე დაბრუნდი ესენი ეუნებიან. ოღონდ ეხა 10 დღე ხა წელიწადში ხა თუ ესე მეც გადააჭაბე და მიხედეთ თავს მართლა ეხა. მაგას კიდე პლუსის დავუმატოთ ის რო გქონდა ნაბახუსევის. ეს გერმანიაშია. ხო და უნდა დავამატოთ რა ეგეც. ხო, ნაბახუსევის 10 დღე. sick day კიდე ზემოდან. ხო. პრინციპში ეს ორივე sick day არის ნაბახუსევიც და დეპრესიაში ყოფნაც. ხო. ისედაც შვებულება, ეს სამი თვე გამოგივა წელიწადში. შაბათ-კვირები კიდე ზემოდან და და ყველაზე მაგარი იქნება ეგ მასწავლებლებისთვის. მასწავლებლებს ხო ისედაც ისე აქვთ, ზაფხულში ისვენებენ, ახალწელს ისვენებენ, ყველა დღესასწაულზე ისვენებენ. რაც არ უნდა იყოს. კარგია. ხო და ეგ ყველაზე კაი იქნება მასწავლებლებისთვის. ხო. და მე კაი რაღაცა მომწონს რა. რა მოგწონს? ხასიათზე არ ვარ და სამსახურში არ წავედი რა. რა ის ეგეთი თანამშრომელი მოვა და მაინც არ გაიკეთებს საქმეს, იჯდება და ვითომ საქმეს აკეთებს და აიცებს არ გააკეთებს და სხვებსაც დაგრუზავს და. და 10 დღეს რა 10 დღეს რომ მისცენ რა. 10 დღით ნაკლებად ტოქსიური გარემო იქნება რა. აი ეს მეზობელი რატო არ ახუნებს ესეთ კარებს გაჭირდა? ძიმე კარია და რაღაცა ეტყობა აღარ იკეთება კარგად და ძლიერად კეტავენ და ზანზარებს თავის სახლი. რკინის კარები ეგეთი. რკინის კარი მქონდა ავლაბარში, მაგრამ ესე არ ვიქცეოდი. მოკეთ მე არ მომწონს ეგ ხა რა, რამდენჯერ ყოფილა ესე ცუდ ხასიათზე და დამიძალებია საკუთარ თავისთვის და წავსულარ და საქმეც მიკეთებია და ნაყოფიერათაც მიკეთებია ხა ეს რა არის. სახასიათზე არ ვარ და არ წავედი რა უბედურებაა. აჩვევ ხალხს რაღაცა იმას სიზარმაცეს. კარგი. ვერაფერი ვერ არ მოგეწონა, კი ბატონო. შენთვის შენ არა იყო. ემოციური შვებულება. არა, ხო, აი პრინციპის ამბავია, ხასიათზე რა რამდენჯერ გიქნია რომ რაღაც საქმე ქონდა და დღეს მოდი არ გვინდა. მე ხოლმე გავაკეთე. არა, რისი გაკეთებაც შეიძლება რომ დღეს არ გააკეთო და ხოლმე გააკეთო, კი მაგრამ სამსახურში რა ვიცი, აი ძალიან ცუდათაც ყოფილი ვარ და დავსულ ვარ სამსახურში. კაი იყო მერე? სამაგერთ მე ამაყოფ რომ რაღაც გადააბიჯე შენ თავს და იმუშავე. იქნება არ უნდა თიმაცია მოყე. ხო და ანუ აი მოკეთ მე არა. უმოტივაციო თანამშრომელი, ეცერ მენეჯერი არ ყოფილი ხარ არასდროს. კაიგე და უმოტივაციო თანამშრომელი. აი არაფრად არ გარგია. მე რო ფულს არ მიხდი და იმ მენეჯერს თუ мотиваცია ქონდა რომ ის ივენთები ეკეთებინა ხო რა სამოფ ისეთი თანამშრომელი იყო. არ ქონდა мотиваცია და არ ეკეთებდა არც ის. ვერ მიცეს мотиваცია და როგორც კი ასრულებდა საქმეს, ხო ჯობდა შვებულებაში ყოფილიყო და საერთოდ მქონდა შეხება այդ მენეჯერთან. ბოლო ამბავი? აბა. დათვა. წინა ის მქონდა რომ მაგარი თოვლი იყო, ხო, ბოლო ეპიზოდში მაგას ვყავდით და ეხლა არის რომ მაგალითად ანუ ეს ხო დაიდება უშუალოდ საღამოს. სამშაბათს 12 გრადუსი შეიძლება იყოსო? ხო. და მე 14-მდეც შეიძლება ავიდესო, ესეთია პროგნოზა. მე კიდე რაღაც წავიკითხე რომ 15 გრადუსი ყინვა არისო, მოსალოდნელიო და რა. თბილისში? თბილისში ეწერა ეს? და იმაში სხვა ქალაქებშიც რა, ანუ მადამთა თუ არ არის. მოგეთ დათმება მომდევნო კვირა. არც ეგ არ მომწონს. მოკეთ ეს ბოლო ორი ნიუსი არ მომწონს. თებერვალი არის.
საერთოდ ის ხო უწევს 10 დღეში ზუსტად დაახლოებით სუბსარქისი. ოი, ხო, სუბსარქისობა. ძალიან ქარები რომ უნდა იყოს და ერთი ამბოვიდე. კი. პირიქით გამოიზაფხულებს. მე გამიკეთებია ხო ეგ სუბსარქისობას ის რაღაც რიტუალი რო არის საშინელება. რამდენი წლის ვიყავ? პატარა ვიყავი, რა ვიცი, რამდენი წლის ვიქნებოდი, არ ვიცი. 3-ის. თინეიჯერობაში. აი, გინდა რომ მოყვე ეგა? რაღაც სხვანაირი წესები არსებობს რა. ერთ-ერთი წესი იყო, რაღაცა 3 ეზოდან წყალი უნდა აგროვო და იმ წყალში ჩაიხედო. 3 ეზოდან? თბილისში რანაირად უნდა კრა 3 ეზოდან. ჯوار ნაწერი ბეჭედი უნდა ჩააგდო. სანთელი დაანთო და სარკე უნდა დადო, რომელშიც არ ჩაგიხედი. გავაკეთეთ ეს მე და ჩემ მამამი და შვილმა. და მე სარკეში ჩაიხედა, თორე ჩაიხედა იმ სარკეში. არა, უნდა ჩაიხედო და იქ დაინახავ შენ საბედოს. როგორ ანუ ეს სახეს დაინახავ? ხო. მართლა გეგონა რომ რაღაც რიტუალის მე სარკეში სხვას დაინახავდი. არა, ის იყო. არა, გეთახმები ხო რომ დებილობა არის. მაგრამ ხო იცი სასოწარკვეთილი. ბიჭო. ხო და ის ჩრდილებს რა, ესე ის სანთელი ვანთია. ჩრდილები მოძრაობს რა და იმ ჩრდილში ხედავ. ჩრდილს ხედავ რა, ესე სურათი კი არა მოდის რაღაცა იმაში. გიფი. ხო. კარგი, არ ვიცოდი. ხო. ორჭახელები. მაინც არ მოგწონს არც ერთი და. არა, თავიდან იყო რაღაცა კარგები. რომელი იყო? კაი რომელი იყო? ის მომეწონა. რას ვაკეთებ? რას შვები? წყალი უნდა გადავისხა. როდესაც ამართვი წყალი? არსო მაინც და. როგორ არსო? მოგიტანა, უფასო არის წყალი და უკანში მოდის. წყალი უნდა შეწყდეს და აღარ იქნება. ეგ უშ უნდა შეწყვეტილიყო. ცხელა ძალიან და წყურია. ნახე, ხა ჩამოიწუწა ეს და ცუდად შევს. კარგი, მადლობა ახალი ამბებისთვის. ნებისმიერ დროს სოცაგენები. კარგი იყო, განსაკუთრებით ის მომეწონა. მაღლების ფართი. მაღლების ფართი შემდეგზე თუ გამოჟორნა ინფორმაცია, ისევ მიგუბრუნდეთ. რა მოხდა რო გავიგოთ. ხო. როგორ ჩაირა? და თუ სად გაწიეს? ბოდიში. დღის თემა როგორც აღნიშნეთ, მგონია რომ საინტერესო. ყოველ ჯერზე ასე ვამბობ ხოლმე. ეს მართლა საინტერესო იქნება. ტრადიცია თუ ტრენდი. და დღეს შევეხებით ისეთ თემებს. გასმული საკითხი. დღეს შევეხებით ისეთ თემებს, როგორიც არის მაგალითად Secret Santas თამაში. სქესის გაგების ცერემონია. Gender reveal party. Bachelorette party. Bachelorette. ეს გოგოების ფართი, ქორწილის წინ ვარ ხოლმე და მოკეთ, მსგავსი თემები, მსგავსი ისინი ფართები. მიმოვიხილავთ და ხო, რა ხო, ანუ ტრენდი თუ ტრადიცია, იმიტომ რომ რა შემოვიდა ჩვენთან და კიდე რა შეიძლება შემოვიდეს. ხო, რა შეიძლება შემოვიდეს და ტრენდი თუ ტრადიცია, იმიტომ რომ რაღაცები არის, რაც უძველესია და მოდის საუკუნეების წინ იყო და მოდის დღემდე და რაღაცები არის რაც გატრენდდა უბრალოდ იმიტომ რომ ხალხს უნდა რაღაცა ინსტაგრამზე ლამაზი ვიდეოები და ფოტოები დადოს. ხო და რახან ესენი შემოვიდა არსებობს კიდე რაღაცები რაც ჯერ შემოსულმა ალბათ შემოვა. კი. რაღაცები დავსერჩეთ კიდევაც. ხო. მაგრამ მე აღარ განგვიხილია, განგვიხილავს თუ განგვიხილია. განგვიხილია. ხო. დასწრე. პირველი ალბათ ყველაზე ძალიან თვალში შეწყვეტება ხოლმე ეს სქესის გაგების წვეულება არის. ხო. რომლის შინაარსაც მე ვერ ხვდები. ვერც მე ვერ ხვდები. აი ეს ვისაც ნანახი არ გაქვთ ალბათ, არ მგონია ნანახი არ გქონდეთ. ან ვარდისფერი, ან ლურჯი. ხო. ყველა სხვადასხვანაირად გამოხატავს რაღაც ბუშტი უნდა გახეთქო და თუ რაღაც ვარდისფერი რაღაცები ჩამოიყარა ეს იგი გოგო არის თუ ის ანუ ზირთად ხო ნუ არის ხოლმე მამისთვის და კიდე მეგობრებსაც მოიწვევენ მამისთვის არა დედამაც არ იცის ხოლმე
დაბო ვინ შვება მაგას შეგით რომელი ჩაყარს მეგობარი ან ახლობელი უკეთებს დედამაც არის არა აბა რა ისტორიკას რო იმართებენ ხოლმე რა რა ვიცი დადგმული მგონი არა კაცო არა ეგ არის მუღამი ზუსტად მე არ ვიცი საერთოდ რა მუღამი არის იმიტომ კი არა რომ ახლა რაღაცას დედაც პირველად გებულობს მაგაზე ხო აბა იმიტომ არა ბევრჯერაც მინახავს ბოდიში კიდე გაწყვეტინება არის ხოლმე რომ და მე მამის რეაქცია და დედა ელოდება ხოლმე მამის რეაქციას არა არც ერთმა არ იცის ეგ არის მუღამი რა დედამ თუ იცის რა გამოვიდა არც ერთმა არ იცის და მეგობარი უკეთებს ხოლმე ამას ან მეგობარი ნუ ახლობელი რა ვინც არის და წესით არც ერთმა არ იცის და მაგის არსი რა არის ანუ რომელიმე კონკრეტულ ელოდებიან ან გოგო უნდა თან ბიჭი და ის თუ აღმოჩნდა ძალიან უხარიათ და სხვა აღმოჩენილი იყო ნაკლებად გაიხარდებოდა თუ ანუ აი აზრი რა არის რომ მე ისტორიას დარჩეს რომ აი რო გავიგეთ თავისუფლად ეტყვიანო შენ რომ ბიჭი იქნებოდი ან გოგო იქნებოდი აი ესე გავგიხარდა თუ აი აზრს ვერ ხედავ რა ხო და ეგ ვინც აკეთებს და უსწორდება კი ბატონო უსწორდება და იმისთვის აზრი ეგ არის მაგრამ მე ვერ გავიგე ხო და ეგ ზუსტად ჩემი აზრით იქიდან წამოვიდა ეს არის ტრენდი სადაც აკეთებდნენ იქ რატო აკეთებდნენ მაგრამ საიდანაც წამოვიდა ვინც დაიწყო ეს მაგისთვის რომ რაღაცა ლამაზი ვიდეო გადაეღოთ და მე დაედოთ Facebook-ზე და Instagram-ზე. რომ რაღაცა გამოფრინდა თვითფრინავი და ლურჯი ბოლი გამოუშვა და აი ბიჭია. და ეს არის რაღაცა ესეთი ხო ბევრად ორიგინალური კრეატიული ხერხებით ხდება გამოვლინება მაგის. ეხლა ვიღაცას კი არ ვაკრიტიკებთ და რაღაც უბრალოდ ხო 21 საუკუნეა და უკვე აღარ არის ხო ეს რომ გოგო აღარ გიხარია და არ გიხარია და ბიჭი გინდოდა და ეგეთ რაღაცები ხო აღარ ხდება წესით არ უნდა ხდებოდეს ხო ხო და მაგიტო არ მესმის აზრი მეც რომ აი ხო ერთსაირად გაგიხარდება აი ბიჭია თუ გოგოა რა მნიშვნელობა აქ ვარდისფერი ბოლი ამოვა თუ თავზე ვარდისფერი კამფეტი დაგეყრება თუ ლურჯი ანუ ერთსაირად გიხარია და აი რა მუღამი არის მარსთა ვერ ხვდები და რომ ვკითხულობ ხოლმე ვერც ვერავინ ვერ მიხსნის რა რატო აკეთებენ ამას რა ვიცნობ ვინმე ეს კი ანუ ირგული ხო ვიღაცებს ახლა მეგობრებს რა ვიღაცა მეგობრებს არა ჩერეს მეგობრებს გაუკეთებიათ რაღაცა და რომ მიკითხავს ან უთქვამს ვიღაცას რომ ხო ვიღაცას მოსწონს ეს ტრადიცია ეხლა რაც შემოვიდა ტრადიცია არა ტრენდი ხო და მეც მგონია რომ ეგ Instagram-ის და TikTok-ის ბრალი არის ხო და ესე იგი წარმოიდგინე ამ პლატფორმების ალგორითმებმა ხო გააპოპულარულა ეს ვიდეო ანუ იმან გადაწყვიტა რომ ბევრს ეჩვენებინა მე ბევრმა გაიმეორა გადაიღო ანუ ალგორითმის დამსახურება არის რომ რაღაც ტრადიცია დამკვიდრდა დიდი ალბათობით ხო მაგრამ მეც ხშირად მიჩვენებს ხოლმე და მე რატომ ხო ანუ შენ ხო რა ვიდეოსაც ნახულობ არის რომ იმ პლატფორმის ალგორითმმა გადაწყვიტა რომ შენთვის არის ეს ვიდეო საინტერესო და მაგითო გაჩვენა ეს კონკრეტული ვიდეოები ხო და რა ხან ბევრს აჩვენა ხო ანუ ალბათ მაგ ვიდეოს აქვს ესეთი რაღაცა დრამატურგია ვთქვათ რომელიც ალგორითმს მოწონს რომ ადამიანი ანუ ვიდეოს დასაწყისში რაღაც მოლოდინს შეგიქმნიან რომ აიხლავე მალევე ნახავ ის მოლოდინი როგორ დასრულდა ავტომატურად აი რაღაცა მექანიკურად უყურებ ბოლომდე რა როცა 15 წამიანია და ხა გეტყვი რომ აი ხა გავიგებთ რაღაცა მოხდა თუ არა და აბა როგორ მოხდა და უყურებ და შენც გეყურებინება ასე ვთქვათ რა და რახან ადამიანი დიდი ხანი უყურებს ამას ალგორითმმა ჩათვალა რომ ეს მოწონთ ადამიანებს და ესეთი კონტენტს მე pushing-ს უკეთებს რა ქვია ამას თვითონაც ავრცელებს რა ხო და ნუ ეხლა დამებადა ეს თეორია რომ ალბათ ეს რომ პოპულარული გახდა და კიდევ უფრო მეტად ჩამოვა ჩვენთან არის ეს ტრადიციის დამკვიდრება არის ალგორითმის ბრალი ყველაფერი ეგრე არის ყველა ტრენდი რაც ტრენდდება აი ხო მაგათაც Secret Santa ხო უკვე დიდი კაი ხანია რაც მახსოვსაც არსებობს და მაშინ ჯერ კიდე ალგორითმს ეგეთი გავლენა არ ქონდათ ადამიანებზე რა რაღაცა ამ ფილმში ნახავდი მაგას ან სერიალში ნახავდი და აქედან გადაიღეს რა ბრუნებრივად რა ხო მაგრამ აი ეს უკვე იმენა ალგორითმის ბრალი მგონია რა ეგეთი რაღაცეები ხო იცი რა არის Secret Santa-ს ახლა მე არ ვთამაშობ ხოლმე ამ Secret Santa-ს Secret Santa-ს ანდებილობა მაგრამ აი რაღაცა აზრი აქვს რა რაღაცა შეიძლება გაიგო იმიტომ რომ ადამიანს რაღაცა შუქნი და ახარებ ნუ საჩუქარი ხო ისეთია რომ უხარია ადამიანს რა
რომ გაახარო მეორე ადამიანი. საჩუქრის მიღება ხო ის არის რომ აჩუქო იმას ვისი გახარებაც გინდა. ხო, აი ეგ სხვა განათების კაბელი ხარ შემოდის, სულ რაღაც 9 საათი 40 წუთი როა გასული, მე მახსენდება მე ვაქცია მას ყურად. არ შემოდის, ჩატარება გრძელდება, კამერანტია. აი გავაგრძელეთ. ხო და საჩუქრის ჩუქებს მაგრამ ეხა ამ ადამიანს აი ამ საჩუქრით გავახარებ. ხო. მოდი ვინმე ადამიანი გაახარე რამე საჩუქრით რაც არის რა ჩუქო ეგ რაღა. ხო, ანუ სიმბოლური არის, იმიტომ რომ დამკვიდრდა ეს, რომ ახალ წელს ვიღაცას აუცილებლად რაღაცა უნდა აჩუქო, ეგ ძირითადად ხდება ხოლმე თან ან სამსახურში, ან უფრო team building-ისთვის იყენებენ ხოლმე ეს თქო. team building-იც ერთ-ერთი სამსახურში გუნდის team building-იც მეგობრულობის მაჩვენებლის ასამაღლებლად. რამაც მე უფრო მეტად პროდუქტიული ის უნდა შექმნას ორგანიზაციული კულტურა. რომელიც რაც საბოლოოდ აისახება კომპანიის წარმატებაზე და მე წარმატებული კომპანიას მეტი შემოსავალი უკუგება. ხო და cash flow გაიზრდება. team building-იც ერთ-ერთი ახალი რაღაცა არის რა ჩვენთვის. მე მაგალითად რა ვიცი, რამდენიმე წელია სულაც მესმის ეს team building-ი და სადღაც დასვენებლად რომ მივდივართ ხოლმე რაღაცებს თამაშობენ ხოლმე ზრდასრული ადამიანები. team building-ი. ხო, რაღაცა იმაში ვიყავ ერთ-ერთ სასტუმროსად ვიყავით. ყვარლის ტბაზე ვიყავით. და რაღაცა ძაფებს რო აბავდნენ, რომ იმაში უნდა ეძრო მიალათ ძაფხელა ხალხს. კი. იმ ძაფებს შორის. ანუ ყვარლის ტბაზე ვინც ხარჯნავ ყოფით, ეს არის ლამაზი ორგანიზაცია იყო, ხო, რაღაცა მეგონი არ იყვნენ ქართველები. არა, ქართველები იყვნენ. კი, ქართველები იყვნენ. ის ვინც მაგას აბავდა არ იყო ქართველი და რაც რუსი იყო თუ რაღაცა ენაზე მოგმართა. რა ვიცი, ვინც ჩამოვიდნენ ისინი. სორიო თუ იზვინიწეო თუ რაღაცა გითხრა იქ რო ვერ გავიარეთ. სორი თუ იზვინიწე. Entschuldigung und თუ როგორ არის? Entschuldigung. მონღოლურად. Entschuldigung. არის გერმანულად. ხო, მოგეთ მე მახსოვს რომ იყო მე ქართული. მოკლედ როგორც არის. ხო და ეს არის ჩავედით ყვარლის ტბაზე და სასტუმროდან ესეთი ბილიკი არის, ტყეში გადიხარ და ნუ ძალიან სასიამოვნოა იქ გავლა, სანამ აუზამდე მიხვალ. მაგრამ ვინ შეგარგო? გზად რაღაცა ძაფები იყო გაფული და აქო team building-ი უნდა იყოსო და უნდა ითამაშო რაღაცეებიო და გამოვშტედი მეთქი რა არის. ხო და ესეთი რაღაცები ხდება ხოლმე და ესეც არ ვიცი რა სამსახურება. აი ვერ ხვდები, არ ვიცი რა. აი ეგ რა რო აი სტაფი თანამშრომლები უფრო მეგობრულები გახდნენ ერთმანეთის მიმართ და სამუშაო გარემოც უფრო სასიამოვნო გახდეს, რომ მე არ დაჭიდეთ უბედურების შვებულებაოდ. ხო და აი ხანახე. დაუშვათ არ მევასება ჩემი თანამშრომელი ვიღაცა. აი team building-ზე რო გამიშვებ იმასთან ერთად და ძაფერში მაზრო. დაუშვათ არა სავარაუდოდ რომ ვიღაც თანამშრომელი არ გეოსება. ხუმრობ რა ანუ ყველა თანამშრომელი. მეთქი მე მითხარი რომ შენ ხო ესეთი ხარ რო არ გეოსებ და მე ძალიან ხო შენ გითხარი. მე სადაც მუშაობ, ხა ძალიან მიყვარს ჩემი თანამშრომლები იქ კაცო. მაგრამ როცა რაღაცა დიდ კომპანიაში მუშაობ. ხო. ბანკში მაგალითად არ ვიცი. მაგალითისთვის რაღაც ბანკი გამახსენდა უცებ არ ვიცი. და ესე დაუშვათ არ მოგწონს შენ თანამშრომელი, ვისთანაც ყოველდღიური შეხება გაქვს და გაგიშვეს ესე team building-ზე და გაძრომიალეს იმასთან ერთად ძაფებში. აი რა შეიცვლება მაგით? არაფერი, ანუ როგორც ზოგადად team building-ის იდეას რო ვებხრობი, მაგრამ ნუ აი ეგეთი რაღაცებით არ ვიცი რა, ანუ ის რო რაღაცა სამუშაოს გარდა სადაც ადამიანებს ხო რაღაცა ცხოვრების დიდ ნაწილს ადამიანები მანდ უფრო დიდ დროს ატარებენ ვიდრე ოჯახში. ხო. ხო და მოდი ბარებ ხანდახან რაღაც სასიამოვნო გარემოც შევქმნათ მეგობრული რო გავერთოთ კიდეც. ხო. არ არის ცუდი იდეა რა. რატომაც არა რომ სამსახური მარტო რაღაცა ჯარივით კი არ იყოს, სადაც მიდიხარ და მუშაობ, რაღაცა დადებითი ემოციებიც გაკავშირებდეს და მოგონებები იმ სამსახურთან და იმ ხალხთან. ხო. მაგას ვემხრობი, მაგრამ ნუ ხო მე ეს რაღაცა ანიმაციები და გართობები და ის რაღაცა ბუშტები რომ უნდა გახეთქო და რაღაცა ერთმანეთს ვეჯახებიან, ერთმანეთზე რომ უნდა მიახეთქონ ბუშტები. ხო, ხო. ვაშლი რომ უნდა გადააწოდო პირით და ხო, რადგან ეგმე. აზოზარ მიმიღია მონაწილეობა ეგეთ რაღაცა. რადგან მაგამდე მივედით ქორწილებში რაც ხდება, შევეხოთ მაგასაც. ნუ ქორწილი ხო ესეთი უძველესი ის არის ტრადიცია არის. მაგრამ რაც ამ ბოლო ხანებში დამკვიდრდა, ეს ადრე არ იყო რა. მაგალითად რაღაცა ანიმატორის მსგავსი ადამიანი, წამყვანი ხო.
ანიმატორს იმიტომ შევადარე, რომ ესეთი რაღაცნაირი თამაშებს დგამენ, როგორც აი ბავშვთა გასართობ ცენტრებში რო არის ხოლმე თამაშები, მოდაში შემოვიდა ეგეთი თამაშების დადგმა იმაში, ქორწილში. ხო, პატარა შეჯიბრებები და რაღაცები. ეგავით ისებრალია, იცი? ბავშვთა ცენტრები ხო ძალიან დიდი ხანია შემოვიდა. ხო. და ალბათ ეგ თაობა ეხა გაიზარდა, ვინც გასართობ ცენტრებში ერთობოდა. ხო. და ეხა დასაქორწინებელი პერიოდები უდგათ. ხო. და ეგეთ გართობას არის მიჩვეულები და ქორწილშიც ეგრე ერთობიან. იცი რა, ვერ ეხა სპაიდერმენი ქორწილში არ დარბის, მაგრამ კოსტუმიანი ანიმატორები არიან ხომ. ვერ ვიტყოდი, იმიტომ რომ მაგალითად ერთ-ერთ ივენთზე უკრავდი მე, ეგეთ ივენთზე, სადაც 10 წლის იუბილეს იხდიდნენ. იყო ისეთი შუახნის ხალხის კრიზისი. შუახნის ხალხი იყო მოკლედ და აი ესეც რაღაცებს თამაშობდნენ გამოვშტერდი რა. არ წინებათ ახლა რომ მოგისმენენ? ვერ მიხვდებიან რომ აცევა ამბობა. იმიტომ რომ ბევრზე დამიკრავს ეგეთ იმენცებოთ ეს ერთი. არ ვიხსენებ რამე ეგეთში თუ მაქვს მონაწილეობა მიღებული. აი Secret Santa-ზეც რამდენჯერმე უარი მithkoms. რო დამდგა ხალხი და Secret Santa-ს თამაშობ ჯერ მეთქი მე პას. არც მაჩუქოთ არაფერი და არც არ ვისაქმეში არ ვერევიდან რო წვევ ჩემს საქმეში. ხო და ეგ ცოტა ის არის. ცოტა უჟმურობა არ არის? ნუ იყოს ახლა რაღაც არ მინდა რაღაცაში მონაწილეობა და მეზარება. ხო, მაგრამ მარტო იმაზე ხო არ არის რომ რაღაცა გინდა ან არ გინდა, რაღაც ხო შეიძლება ცოტა დააძალო საკუთარ თავს. რატო? შეიძლება დააძალო, მაგრამ რატო ამ შემთხვევაში? არ ვიცი. შენ გითამაშია Secret Santa? კი. კოჩახ. ერთხელ. ღვინო ვაჩუქე. როგორ დამთავრდა? ღვინო ვაჩუქე. ღირდა ნამდვილად. ჩემი თანამშრომელი დირიჟორისთვის უნდა მეჩუქებინა რაღაცა ეს ამომივიდა ეს. ხო. ეს ჩემი თანამშრომელი და ვიფიქრე იმის ჰარი პოტერის ჯოხს ვაჩუქებ მეთქი რა. რეალურად და რო წავედი მაღაზიაში ძალიან ძვირი ღირდა. ჰარი პოტერის ჯოხი ძვირია თუ ღირდა? რა ვიცი, ძალიან ძვირი ღირდა. ნამდვილი იყო თუ რა? ხო, რაღაცებს აკეთებ. ხო და მე ღვინო ვიყიდე და ვაჩუქე. მე მისამე ხის ცეხს დასულიყავი გამოგითლიდნენ. და მეზარა. ეჩვენებიდნენ იმუშო ესეთი ხი გამომითალეთ, ესეთი ჯოხი და. ან პროსტო ჯოხი მეჩუქებინა. რამე ტოტი მოგეგლიჯა. ხო. ის რო არის ახლა რო იყიდება ჰარი პოტერს რაღაცა ცეცხლს რო ისვრის პატარაზე. ხო, და რო ანთებს როგორ? ეგ რაღაც პატარა ფურცელს ისვრის, ხო, მესაც ცეცხლი იყიდა. ეგ უნდა გიჩქებინა. მინდა. მაგითო დირიჟორობ ცეცხლს რო ისვრის. ვინც რაღაც მე ვიოლინო როგორ არის? საჰა? მე ვიოლინისტები, მე ვიოლინოები თუ როგორ მე არის? ვიოლინეები. მე ვიოლინეები. მე ვიოლინეებისკენ რო გაიქნო ცეცხლს ხან რაღაც იმისკენ. კარგი, ეგეთი მინდა, ანუ იდეა იგი იყო, უბრალოდ მაშინ არ იყო ესე, ეხა ბევრია. მე ვიოლინე, ხო. ხო და მაშინ იყო რაღაც ერთი მაღაზია იყო რა, მე მგონი კურა იყო. ჩელოზე ვთქოს მე ჩელე არის. ჩელისტი. პლეიტა როგორ იქნება? მე პლეიტე. არა, პლეიტისტი. ერებია კიდე. კონტრაბასი. მე კონტრაბასე. იმას რა ქვია? კონტრაბასისტი. თეფშები ქვია მაგას. მე თეფშე? ეგ როგორ არის? მაგას ქვია დასარტყამი საკრავები ქვია და დამტყმელი. რა საინდოსაც წავედით ახლა? ხო, მაგას მაგ პროფესიას რა ქვია? ნუ ეს პროფესია არ იქნება, ხო, სხვა რაღაცებზეც უკრავს, მაგრამ კონკრეტულ რაღაცა კონცერტზე შეიძლება ეგ დაევალოს, მაგრამ დასარტყამი ინსტრუმენტების ხო. რა, ოსტატი თუ PhD თუ? მაგაზე კი არ დავფიქრებულ ვარ. ნუ აი ხა მაგალითად ქსილოფონზე ვინც უკრავს, ქსილოფონისტი ალბათ. მაგრამ საქმე იმაში რომ დასარტყამებზე ვინც უკრავენ, ბევრ დასარტყამზე უკრავენ რა. ხო, მაგას გულისხმობთ წეგან ეგ თქვი, მაგრამ ხო და რა ქვიათ? მე დასარტყამი მაშინ. დასარტყამისტი მაშინ თუ პლეიტისტი არის? ხო, რაღაცა არ ვიცი. პერკუსიონისტი? ხო, ყოჩახ. გამარჯობა. მე უნდა ვიცოდე ეგა? კალის ხარ მუსიკის პროფესორი.
უცოდინე. Percussion ეგარ არის? კი, ეგარ. დასარტყამ ინსტრუმენტია. დრამერიც პერკუსიონისტი არის? ესე დიპლომით. ხო, არა. დრამერია? რატო დრამის ხო დასარტყამი ინსტრუმენტია? კი. მერე? ხო, მერე სხვადასხვანაირი ტერმინოლოგია არის. მაგალითად, აი ხა ბენდში რომ აი, რეთოჩი ჩეტ სმიტი არის პერკუსიონისტი? ხო, იდეაში კი, მაგრამ და ჯონ ბონემი იყო პერკუსიონისტი. დამაცად. ანუ სხვადასხვა ტერმინოლოგიას ხმარობენ ხოლმე კლასიკურ და არაკლასიკურ ამბავში რა. აი ბენდში რომ ვიღაცა უკრავს მაგალითად პიანისტს ეძახიან რომ აი კლავიშზე უკრავს. ოკეი. ხო და ადამიანი რომელიც გამოდის და ხო უკრავს კონცერტზე რაღაცა კლასიკას, მოცხარts რო უკრავს, ის კლავიშზე არ უკრავს, ის არის პიანისტი. გასაგებია. კი ბატონო. მაგრამ სინამდვილეში ნუ პიანისტია, ის პიანისტია ბენდში რო უკრავს და ეს პიანისტია. გათი ტელეფონი გათი შეჭა. ხო, გოგოთიშე. ჩაწო ვიბროზე მქონდა, მაგრამ ნუ ან ვიბროზე. ხო. გავაგრძელოთ, საიდანაც ვიბრაციაზე. საიდანაც წავედით. ბავშვის დაბადების დღის აღნიშვნა და ფოტოსესია. ხო. ესეც ძალიან ეს უკვე ძალიან დიდი ხანია ბავშვთა გასართობი ცენტრები შემოვიდა. ხო. ძალიან ბევრია. ხო, არც მე. არაფერი არ მოგწონს ესე გამოვიდა. დავდექით რაღაცა ვიდანწევით. აი, იცი რა არის? მე რაც მინახავს პირადად. ხო, ის იდეა კი არა გასართობი ცენტრის იდეა კი არა, როგორიც არის მაგას. როგორიც არის და თვითონ ბავშვის განწყობაც რაც მინახავს ყოველთვის იწყება ტირილით. კი. შეშინებით, რომ ბავშვს მიიყვანენ და ვიღაცა ძალიან დიდ თავიანი რაღაცა მულტფილმის პერსონაჟი გამორბის და აშინებს ბავშვს. მე მუსიკის ღრიალით ბოლო ხმაზე ამ ბავშვების ეს განწყობა ისედაც უკვე ისინი რო არიან აგზნებულები ამას კიდე ეს ემატება რომ კიდე უფრო აიგზნება ეს გონება ამ მე იმით შაქრიანი კოკაკოლები და ხაჭაპურებით კიდე დატანილი ენერგიით და რაღაცა ეს შუქები ანუ ბავშვების ის არის რაღაცა ღამის კლუბი რა ღამის კლუბი ხო შუქები წინწეს რაღაც ყვირის მიკროფონში მუსიკას ხო წამყვანი და თავზე ადგას და მიკროფონში ყვირის და ნუ აი ეს არის საბოლოო ჯამში მე სხვანაირი არ მინახავს თუ არსებობს სხვანაირი რა ვიცი მითხარით და შემისწორეთ და არ მომწონს და ვერც ხედავ რომ ვინმე ბავშვს მოსწონდეს ხო აი მე მაგალითად 10 წუთში ძალიან დავღლილ ვარ ეგეთ ადგილას რომ ხედავ რა ისეთი ხმაური და რაღაცები ხდება რომ აი ერთ სული გაქვს რომ გამოხვიდე და ბავშვები როგორ უძლებენ არ ვიცი კი მე ისიც მინახავს ბავშვები ესეთ გასართობ ცენტრში ეს ბოლო ხმაზე ყვირი და აი ესე რომ დგანან ბავშვები მართლა მინახავს ეგ და ამ დროს რომ მიდიხარ და ეუბნები რომ ცოტა მუსიკას ჩაუწიეთ ჩაუწევენ აი ეხა ხანს ვქონდა ეგეთი შემთხვევა ზუსტად ჩემი ძმისშვილის დაბადების დღე იყო და უთხარით რომ მუსიკას ჩაუწიეს ზუსტად 1 წუთით და 1 წუთში აუწიეს ისე და უფრო ხმამაღლა იყო კიდე თან სამი ბავშვი იყო სული ხო ეგოში მაგარი იყო ანუ ის არის იყო რომ 50-ნი არიან და ყველას გავაგონოთ ანუ არავის არ ჭირდებოდა მოხელა ხმაზე ხო თან მე ჩემი ძმისშვილი საერთოდ არ აინტერესებდა ის იქ ვიღაცა პრინცესა და რაღაცეები წავიდა და იქ ბურთები ეყარა რაღაცა ტერიტორია რო არის ხოლმე რა ჩამოსასრიალები და მიშევიდა იქ და მარტო სრიალებდა იმაზე და იმ ბურთებით თამაშობდა ხო აბა კიდე რა გავაკრიტიკოთ არის რამე ის მივადგეთ შემდეგი გამოვუშვი შემდეგი არის მომავალში რაც შეიძლება რომ შემოვიდეს მოდაში ხო ესენიც დავსერჩეთ ერთი გამომრჩა ბაჩელორად ფართი ესეც დიდი ხანი არ არის რაც შემოვიდა საქართველოში მოდაში ხო ანუ მალჩიშნიკს ასაც ეძახდნენ ადრე იმის პატარძლის ვერსია. ხო. და მე ძალიან მეცინება ხოლმე ამის ფორმაზე რა. ხო. როგორც აკეთებ. ხდება ხო. უზრდელური ფორმის ნამცხრები რო აქვთ ხოლმე და ბუშტები. ხო. სუთა რაღაცა სიგიჟეში გადასული.
ხო, ეგეც შემოვე, უფრო და უფრო ხშირად ადრე არ ხდებოდა. კი, წარწერები არ ხომ რაღაცა ჩემ ახალგაზრდობასადიყო ის არის ხოლმე დრეს კოდი არის ხოლმე ყველას ვარდისფერი აცვია ან ყველას თეთრი აცვია. კი ბატონო. პატარ ძალს რაღაცა ფატა უკეთი ან გვირგვინი ადგას ხოლმე. ტორტზე რაღაცნაირი ასევე უზდელური ყოფილხარ შენ ეგეთ იმაზე? ფოტოები მინახავს ძალიან არა, შენ თვითონ არ მოგიწია. არა. არ ყავს მეგობრები? ის საცილო მიმი გახსოვს? მიმი რა ეს კომედიური სკეჩი და კაციოზის ყავასობს ორს და ვიღაცა მომდის და ქვინმეს ისო და ის მაგ არა ამს გამზე ვარაო. არც იქ არავინ არ ისო და მეგობრები არ ყავსო და წავედი. ბრიტანული ის იყო რა უკვე. ბრიტანული იუმორი შემოგთავაზა გიო. კარგი ის არის ეგ პეიჯი. ხო. ჩენელი ინსტაგრამზე. ხო და შენ მალჩიშნიკზე ხო ყოფილ ხარ? არა. არა? შენ არ ყავს მეგობრები? ასაკში არიან. იცი რა, ეს ახლა რაღაცა მართლა ისე გამოგვივიდა, რომ ყველაფერს ვაკრიტიკებთ რა და ეგ ესე არ არის რეალურად. თუნდაც ეგ აი ეს გოგოების ფართი მაგალითად, რომ ქორწილის წინ. კი, მალჩიკში გამახსენდა ახლა ხო? მოყევე. არა, ანუ ჩემი ისე რა ქვია, ლიამი ჩამოდიოდა ქორწილი არ იყო ჩემი ისე ნათიასა, ჩემი სიძე და მისი უცხოელი მეგობრები რომ ჩამოვიდნენ, აქ უნდათ მოწყობა. ხო. აი მათ ტრადიცია აქვს ესეთი რა ეკაური და მე ვიყავი ის აკაური გიდი კი არა და აქ ვინც ვაგვარებდი რაღაცებს და ნუ რაღაცა სამშაბათი იყო თუ ოთხშაბათი ყველა კლუბი დაკეტილი იყო, ყველაფერი დაკეტილი იყო და სანამ რესტორანში წავედით, ჭამეთ, წვადები და ღვინო დავლიეთ და რა რაღაცა ბარივით რაღაც ღია ვიპოვეთ 1-2 იქ შევედი და იქაც თითქოს ბევრი დალევა იყო მეტი. სტრიპტიზიორი არ ყავდა. განსაკუთრებული არაფერი არ ხდებოდა, არა. თითქოს იყო რომ წამოგვდავლიოთ და მივიდოდი დაკეტილი ღია იქნებოდა შევიდოდით. გამოვიდოდით, გავიძებდით დაკეტილი და იქ ღია იქნებოდა. რაღაც ესეთი შუაკვირა იყო რა. ხო და არ დავამთავრე, რა თქმა უნდა, არ დავამთავრებინე. და ეს არ მესმის უბრალოდ აი რაღაცების კეთება იმისთვის ფოტოები რო გადაიღო და ინსტაგრამზე დადო რა. ეგ ხო მაგისთვის კეთდება ახლა რაღაცა ფუმფულა რაღაცებს რო იცვამენ და ეგ ხო მაგისთვის კეთდება ახლა ეს ხო სამახსოვრო არ არის. და ნუ მე მესმის გააკეთო სიტყვაზე ქორწილის წინ თუ გინდა ეგეთი რაღაცა გოგოების ფართი, რომ შეიკრიბო შენ და შენი დაქალები, მეგობრები, ახლობლები და უბრალოდ კარგად გაატარო დრო, დალიო, იცინო, გაიხსენო რაღაცები. არ ვიცი, არ ყოფილვარ ეგეთ ბაზაზე, რა ქვია, ღონისძიებაზე და ვერ გეტყვი. ხო, აი ცოტა ისეთი სახე მიიღო ყველაფერმა რა, აი რაღაცისთვის რო აკეთებ, იმისთვის კი არა, რომ შენს გონებაში და შენს მეხსიერებაში აღიბეჭდოს ეს. და იმ მომენტში ისიამოვნო, რასაც აკეთებ. ეგ კი არა, იმ მომენტში იმიტომ აკეთებ, რომ რაღაცა გარედან ლამაზად და კარგად გამოჩნდეს. ხო, თითქოს რაღაცა ისინი არის, ჩეკპოინტები შესასრულებელი, რომ ესეც უნდა გავაკეთო, ესეც რომ გამოვიდეს კარგით რაღაც. ხო, ეხლა თუნდაც მაგალითისთვის სადღაც რომ მიდიხარ დასასვენებლად და სულ ტელეფონი რო გიჭირავს ხალხში რომ გადაიღო ის ლამაზი რეალურად გამოდის რომ იმ წუთას იმ მომენტით ვერ ტკბები. ხო. კი, მესმის რომ გადაიღო სამახსოვროდ ხონდეს 1, 2, მაგრამ ნუ აი რამდენი შეიძლება რა? ეგ ხო იმისთვის არის რომ უბრალოდ რაღაცა ლამაზი ფოტო გქონდეს და არა იმიტომ რომ იმ მომენტში ქსიამოვნებს ეგ. კი. ხო და აი მაგიტო ვერ ხვდები ეგეთი რაღაცების აზრს რა. თორე ესე არ ვაკრიტიკებ ახლა ყველაფერს. გააკრიტიკე და ეგ არის რა გამოვიდა. ხო, ეხლა რაც მაგას ვიზახთ არ ვაკრიტიკებთ, მაგრამ და ვაკრიტიკებთ 1 საათია უკვე ეს. ხო, მაგრამის წინ ანუ რაღაცას რო წყვიდა, მაგრამს რომ უკვე აზრი აღარ აქვს, მაგრამ ახლა სამოდ. ამიტომ თუმცა ვთქვათ. ხო, შენ გეტყობა ისა, სინია ჩალურჯება ხელზე. კი, აი, ნაცემი ვარ და. ეს რამე არ გეკონოთ. ჰოსპიტალზე და ეცი გმირულად, ხო? ხო, გუშინ მქონდა ტესტი. რომელიც ძალიან ძნელი იყო და
დალეწილ დანგრეულები ვართ. ხო, თვის ბოლოა და უნთები გვტკივა. ტესტებს ვაბარებ ხოლმე. ხელები გადაყავებული. კი. და აი ესეც ლამაზი. მაგრამ ორი ერთნაირი განტელი გეჭირა და მარტო მაგ ხელზე რატო გირტყავდა? ეტყობა ცუდად მეჭირა. აქეთაც გაქვს? აქეთ მკივა, მაგრამ არ მაქვს. აი აქ ამოქვს. ხო. აქეთ არა. მაგრამ უდანო აქაც არის, მაგრამ განსაკუთრებით აქ და თითზეც აქ და ორი იდენტურად ერთნაირი ერთი ზომის და წონის განტელი რო გიჭირავს. ხო. ეს ხელი დამახია აქ ჩამიგურს და აქ გადამიტყავდა, აქ გადამიტყავდა და ამ ხელზე აქ გამიჩნდა ისე რა ქვია, მაზოლები და აქეთ ერთნაირად ხო არ გიჭირავს, რაღაც მომენტში შეიძლება ის სხვანაირად გიჭირავს, ეს ცოტა ზევით გიჭირავს, ცოტა. ხო, ესე პატარა განსხვავებას ამ ხელა იმას იძლევა. აი. ხო, ეხლა გადავიდეთ, რაც შეიძლება რომ მომავალში მოდაში შემოვიდეს. მაგალითად divorce party. ხო. განქორწინების აღნიშვნა. უკუქორწილი. ხო. ან ქორწილი. ხო. რას ფიქრობ მაგაზე? კი ბატონო, თუ ხალხი გაერთო მაგითი. რაც უფრო მეტი. ხო, აი, რაც ჩამოვთვალეთ, იმათ შორის ეს უფრო მესმის. მაინც არ მესმის, მაგრამ როგორ რაღაცა იცი აქ არის, რომ აი რაღაც ცუდი რო ხდება, იმას შეხედო პოზიტიურად და რაღაცა თუ ძალიან ტრაგედია არ ხდება, ყოველთვის შეგიძლია რომ ცუდი ამბავი აი კუთხით შემოატრიალო, ასე ვთქვათ, ოდნავ მაინც. ახლა როგორ გამოგვივიდა, იცი? რაღაცა კაი რაღაცები, ის რა გვინდა დაბადების დღე ის რაღაცა. ცუდი იყო და ცუდი რაღაცა. გაქორწინა კაია. ხო, ამაში არის მაგ ელემენტს თუ დაინახო დადებით, თორე ესეც ეგ მგონია რაღაცა ამის. ხო. კიდევ რა მოვიდეთ მე აღნიშნოთ რა კაია რომ დაშორეთ ერთმანეთს, ეს თუ რა უნდა აღნიშნოთ. ხო, თან ეს ხო ის არის. როგორც იქნა და რაც რო აღნიშნოთ და ალბათ თქვენ იცით. ალბათ ეს რაღაცა ცივილურად ვინც შორდება, ესე. მეგობრებად ვინც რჩებიან. და შემოვა ისა ხო არის რომ რაღაცა რა ოცნებობ, რაღაც საოცნებო ქორწილი როგორი უნდა იყოს და საოცნებო განქორწინების ფარტი. რა უნდა გეცვას? პირიქით უნდა გეცვას. რა? როდმანს და კარმენ ელექტრას რო ეცვათ ხო ის თავის ქორწილში? არ ვიცი. როდმანს ეცვა კაბა და კარმენ ელექტრას კოსტუმი. როდმანი ყველაფერს უკვე მაკეთებდა, დენის როდმანზე არის საუბარი. კაბა შეიცვამდე. არა, რა თქმა უნდა. კაი, ისა ფიცის განახლება? ხო, renewing wows თუ რაღაცა ეს ჩვენთან არ არის მოდაში, რამდენად ვიცი. საქორწინო ფიცის განახლება. მე ყოველ შემთხვევაში არ გამიგია. ხო, რაღაც 10 წელი 20 წლის თავზე აკეთებენ ხოლმე. ხო, ალბათ რაღაც რგვალთარიღზე იქნება, არ ვიცი. ხო, ეგ Curb Your Enthusiasm-ში არის ერთი კარგი სერია მაგაზე. ხო. ფიცის განახლების ცერემონიალს რო ესწრება. კაი სერია ეგ. კი, გავახსენდა. მისი რეაქცია. ფიცის განახლებაც მომწონს, რაღაცა ისეთია. მაგრამ ჩვენთან ფიციც არ არის მოდაში. ანუ ქორწილის დროს ხო არ ამბობ არაფერს და. თანახმახარ კი და კიდევ შე. ხო. baby shower რა მიწერია? baby power-ი რატომ მიწერია? ეს თავისი დაგა. baby power-ი. შემოვა ეგეც baby power-ი, რო იწყებ ლაპარაკს რა. ეს ეგზაქტ რო ფიქრობ რა არის baby power-ი. ხო, აბა. რომ ბურგუნდი რო ყველაფერს კითხავს, ասած დაუწერა, ხო იცი ანკორმენი. მან გადამიკეთა პლანშეტ. სხვაგვარად სხვა გადაგიკეთა, რაღაც ისურელები ხო ვილაპარაკეთ. შაუერი თქვი და მე შევხედე კაცო, ფაუერი რომ ეწერა, რატო რა იყო? მალე მორჩიტო. ალფი გადმოხტა. მოდი რა არის? მე ჩაცუნა რა არის? მოდი სამთავრებ თო მე მჭირდება სტუდიაო. და ისა დაკავებულია სტუდია. თავისი პოდკასტი უნდა ჩაწეროს. ხო. შემდეგი იყო baby shower-ი, რომელიც არ არის ჩვენთან მოდაში. ხო, აქეთ დავით.
Baby shower ესე მაგალითად ზუსტად არც ვიცი რა არის. მე ვიცი. დარტყაფი. მესალმე. ესე იგი, ორსულობის ბოლო თვეებში ორსული ეძახის თავის მეგობრებს, ნათესავებს და ამ ნათესავებს და მეგობრებს მოაქვთ საჩუქრები ბავშვისთვის. ხო. ნებისმიერი სახის რაღაცა საწოლი იქნება, სათამაშო, პამპერსი თუ რაღაცა ასე შემდეგ. არ ვიცი. კი ბატონო იყოს რა. მაინც ხო ჩუქნიან ხოლმე რაღაცებს და მანამდე აჩუქებ თუ მე რა მშობა. ხო და ეგეც მომწონს ახლა არ არის ცუდი. იყოს. მომდაც რაღაცა ტრადიციული თამაშები არის ხოლმე. ოფისში გახსოვს ექსერი არ ვარ baby shower-ზე. კი. იქ რო რაღაცა, ვიცი რა არის, მით რო აკეთებენ თორიც ქაღალდით. ასას რო ითვლიან. არ ვიცი. ხო მოკეთ რაღაცა თამაშები აქვთ ხოლმე და რიტუალები მანდაც. ხო და არ ვიცი, ხა თამაშების მომხრე არსად არ ვარ, მაგრამ ეგ როგორ რაღაცა იცი, აი თან საჭიროც შეიძლება იყოს რა. აი ჩვენთვის საყვარელ ადამიანს არ მაცდის მეგობარი იქნება თუ ნათესავი იქნება, ეხმარები რაღაცით რა, რაღაცას ჩუქნი, რაც საჭიროა ბავშვისთვის. ხო. ხო, არა, კი ბატონო, რავი. ყველაზე ნორმალური აქედან ჩამოვთვალეთ ეს არის. ხო. ხო, კი ბატონო. ძალიან ნორმალური რაღაცა არის. თან მე რაც მინახავს ახლა ფილმებშიც რაღაცა რაც შემხვედრია, სულ ისეთი რაღაცები არის ხოლმე, ხა კომედიაში თუ არ არის მაინც რაღაცა სისულელი აჩუქეს, ანუ ისე რაც მინახავს არის ისეთი, აი საჭირო რაღაცაები რა, ბოდეები ბავშვის, საცვლები, პამპერსები, რაშიც აი ბევრი ფული გეხარჯება რეალურად, დიდი ხარჯია რა და გჭირდება სულ ამას შეხედა. პამპერსი არ ამგია რა. დასაცმელი უფრო კი. აი პამპერსი უჩუქებია ჩეფუთო. აუ ძალიან მაგარი საჩუქარი იქნება ახლა, იმიტომ რომ ძვირია რეალურად პამპერსი ძალიან. კი ბატონო. PowerPoint night გიწერია აქა, ესეც არსებობს ესეთი რაღაცა, მეგობრები იკრიბებიანო და PowerPoint-ის პრეზენტაციას ამზადებენ 5 წუთიანს ყველა რაღაცა თემაზე და მე ხალისობენ. ეგ მომეწონა ძალიან. მაგალითად ვაიმე. მაგალითად რაცა მე მოწვეულ მეგობრებს შორის რომელი მეგობარი რომელიც კერძს გავს და ამას ხსნი PowerPoint-იდან რაღაცა იტყვის რომ ეს ფილმი არის კაი და ამიტომ გაქვს 5 წუთიანი პრეზენტაცია, მაგრამ რავი მეგობრებთან ერთად გასართობად რომ მიდიხარ და კიდე PowerPoint-ი გაქვს აკეთებელი ცუდებილობა. Phone stacking-ი, ანუ ტელეფონების ხო. stacking ქართულად როგორ იქნება? ჩაბარება ალბათ ამ შემთხვევაში. ერთ ადგილას მოხუჩება. ხო, რომ ეს ყველა ერთ ადგილას დებს ტელეფონს და ვინც პირველი გაიწევს თავის ტელეფონისკენ ამ შეკრების დროს იმას მოუწევს მე მთელი თქვა თუ რესტორანში ხარ ან კაფეში სუფრის გადახდა ან რაღაცა ჯარიმა ან რაღაცა და ხო ეგეც მაგას აქშინ არსი რომ მოდი რომ შევიკრიბებით ტელეფონები დავუდოთ და ვილაპარაკოთ ერთმანეთს და ეგეც მომწონს იმიტომ რომ მე მაგალითად კაფეში მუშაობ ამ ჯერაც არ არის მანდამე შემოსული ისინი მომწონს ხო ხო კაფეში მუშაობ რა ვქნა რაღაცა ისეთ რაღაცებს ავიტაცებთ ხოლმე რა ხო და კაფეში მუშაობ შეგაწყვეტინე რა თქმა უნდა შემოწყვეტინე რა ვუკრავ და მინდა არ მინდა ვაკვირდები და უყურებ სტუმრებს ალბათ არ ვიცი ქართველების 95% მოდის ტელეფონებს აიღებენ მეგობრები იქნებიან თუ წყვილი იქნება აი წყვილიც რამდენჯერ ყოფილა რა აი ეს ხედან ერთი აქეთ მეორე იქით და ჭამის დროსაც კი ცალხაში ტელეფონი უჭირავთ და ცალხით ჭამენ. აი რამდენჯერ შევსწრები ვარ ეგეთ რაღაცას და ეს არის კარგია. ხო, ტელეფონის გადადება გვერდზე. ხო. ხო, მოკლედ რაც უფრო კარგი ტრადიციები. ხო, მოკლედ ყურადღებით ვიყოთ. აქედან დასკვნა ეს არის რა. რომ არ უყვეთ ტრენდებს. და მართლა კარგი ტრადიციები გადმოვიღოთ. ხო. მოწოდები არ გვინდა. გადავიდეთ ფაქტებზე? გადავიდეთ ფაქტებზე და ფაქტები, ეს საინტერესო ფაქტებიც მოგიზადა გვანცა. ამ თემიდან გამომდინარე გვაქვს მოკლედ რა. ეს შეეხება ქორწილებს. ქორწილს, რომელიც ერთ-ერთი ისეთი უძველესი საყოველთაო ის არის, ტრადიცია არის. კი ბატონო, გამოუშვი. მეც ბევრი ახალი რაღაცა გავიგე, რაც არ ვიცოდი რეალურად, რომ ესე იყო. მაგალითად, თეთრი საქორწილო კაბა.
ხო. მე რაღაც მეგონა რომ თუ არის სუთეთრი? ხო. ხო. მე რაღაც მეგონა რომ რაღაცა უმანკოებასთან კავშირში იყო. და ნუ ბევრისგანაც გამიგია რომ ესე არის. თურმე 1840 წლამდე ანუ 1840 პატარძლები უბრალოდ თავიანთ საუკეთესო კაბას იცვამდნენ ქორწილში, რაც გააჩნდათ, რაც ქონდათ, იქიდან საუკეთესო კაბას და ფერს არ ქონდა მნიშვნელობა. დედოფალმა ვიქტორიამ დაამკვიდრა ამ თეთრი კაბის მოდა, როდესაც პრინც ალბერტზე გათხოვდა და ეცვა თეთრი აბრეშუმ ატლასის კაბა. და ეს თეთრი კაბა იყო სიმდიდრის დემონსტრირება რა, იმიტომ რომ მაშინ თეთრი კაბის გარეცხვა და გაწმენდა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო და ეს იმის ფუფუნება გქონდა, ესე იგი რომ უბრალოდ ერთხელ ჩაგეცვა ეს კაბა. და ამის მერე დამკვიდრდა ამ თეთრი კაბის ისა ტრადიცია. შეხედა შენ. ხო, დედოფალი ვიქტორია იყო დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანების დედოფალი. ხო. გაატრენდა და მერე გახდა ტრადიცია. კი. ხო, ეს სხვადასხვა ამ ვიქტორიას 9 შვილი და 42 შვილიშვილი ჰყავდა. და ზუსტად მათმა ქორწინებამ დაამკვიდრა ბევრი ქორწილის ტრადიცია რა. გადავიდე შემდეგზე? გადავიდეთ. ბეჭედი. საქორწინო ბეჭედი. საქორწინო ბეჭედი, რომელიც ეგრეთ წოდებულ არათითზე გვიკეთია. ხო. ეს არის ძველი რომაელების მოგონილი. ანუ რომანტიკული ეს არის ტრადიცია, მაგრამ ანატომიურად მცდარი. აბა როგორ? ამას ერქვა ვენა ამორის. ანუ რომაელებს ჯეროდათ, რომ ამ თითიდან პირდაპირ გულისკენ მიდიოდა ვენა. რომელსაც ერქვა ვენა ამორის. სიყვარულის ვენა? ხო. არტერია? სიყვარულის ვენა. და ამ დროს დღეს ვიცით, რომ მსგავსი ვენური სტრუქტურა ყველა თითს აქვს. მაგრამ ტრადიცია დარჩა, ესე რომ მეოთხე თითზე, იგივე რაღაცა არათითზე გვიკეთია ეს. ანუ ესე გადაკეტავდნენ გულამდე მისასვლელ გზას, რომ სხვა არ შეგეცია. კარგია. უჭერდნენ იმ ვენას და შენ კი ისვრი ღამე იმაში ძილში და. ო. შემდეგი არის მეჯუარე. ინგლისურად თქვა ბესტმენი. ხო. და რეალურად ეს იყო პირადი მცველი. ხო. ანუ ძველად მეჯუარის ფუნქცია სულაც არ იყო ესა ბეჭდების შენახვა ან რაღაც სადღეგრძელოების თქმა, როგორც არის ხოლმე ხა ტრადიციულად რა. ეს უნდა ყოფილიყო საუკეთესო მოფარიკავე. ხო. ისტორიულად ბესტმენად საუკეთესო მებრძოლს ირჩევდნენ. მისი მოვალეობა იყო ნეფის გვერდით დგომა, რათა პატარძალი მომტაცებლისგან ხშირად სხვა თაყვანისმცემლებისგან ან უკმაყოფილო ოჯახის წევრებისგან დაეცვა. აქედან მოდის ეს ტრადიცია. The Game of Thrones-ი არის. ხო, ეგ სად? ანუ თქვა რომელიმე ქვეყანაში არის და კულტურაში? ანუ რაღაც ალბათ მან თქვა ხა არ მგონია და საქართველოშიც მეჯუარი მაქენა შემოვიდა. ან ჩვენთან ალბათ სხვა ფუძე აქვს, სხვა მიზეზი აქვს. მეჯუარეობის ინსტიტუტს. მე ახლა ვკითხულობ უმრავლესობა ქვეყნებში რა ტრადიციებიც არის. ხო, ალბათ ეს დასავლეთის ისი გულისხმობა რა, დასავლური კულტურა. ხო. ისე ეს მეჯუარეობაც ის არის, რა ქვია. აი თუ ერთი არის ქორწილში რა. სერიოზულად. რაც ისე ვერ ერთობი, როგორც ხვები დანარჩენები ერთობიან რა. კი, თან ცალკე რო გსვავენ. მე პატარძალი ყველაზე ნაკლებად ერთობა იშვია, მე აი არ მახსოვს რომ ქორწილში ყოფილიყავ და მე პატარძალს ეთქვა რომ მაგარი დრო გავატარებ. ბოლოს არიან ხოლმე დახოცილები ნერვიულობით და დაღლილები და თვითონ ქორწილშიც რა სახეებით არიან ხო? ხო, დაძაბულები და ეს ძალიან ბევრჯერ მომიწია მეჯუარეობა. 6 ჯერ ან 7 ჯერ. და სულ რაღაც ცალკე მაგიდას დროზე ხარ და იმისა რა ქვია, ვის მეჯუარეც ხარ ეს კვდება ნერვიულობით ახან სვავს ან რაღაცა და მალეთვრება ან შენთვის არ ძალია და ეს ვერ ერთობი რაღაცა ქორწილის დასაწყის პერიოდი მაინც რა. აი შენ ყავდა მაგარი მეჯუარე. კროქსებით რომ მოვიდა. კი, ლევანი. კროქსები და ლეიკერსის შორტია ცოლები თუ რაღაც. ჩვენ ძალიან ისე სპონტანურად და მოულოდნელად და უგეგმავად გადავწყვეტ ხელმოწერა. მესტიაში მოყოლილი გქო ხო? კი. მესტიაში და იქ ვინც იყო ჩემი უახლოესი მეგობარი დაემთხვა რომ იქ იყვნენ და ცხარის რას ვიმეშვები მე თვითონ. აკაც უნდა ყოფილიყო, მაგრამ გამოიქცა იქიდან და მე თვითონ ეს არ მქონდა, კაბა არ მქონდა, ჯინსებით ვიყავი. ხო, ხო.
გავაღვიძეთ დილით ადრე და კი სამაგიეროდ მე კუბდარები ვჭამეთ კარგი იყო უფ შევჭამდი ახ არის გამოძახების სერვისი ხო მაგრამ არ ვიცი კაი კუბდარი არა იქიდან იქიდან ესტიდან ფრენები ხო არა ერთი საინტერესო ერთი 200 ლარს გადავიხდები მოტანაში ვინმე მორა ჩავამიტანოს აუ ისიმისი ესტიდან ის კუბდარები პირველ დღეს რო ჭამეთ იქ ლუშნუქორი თუ რაღაცა ეგეთი ქვია იმ რესტორანს მაგრამ მე უფ ყველა კაი ყველა ბევრი კარგი ადგილია ხო მე შეიძლება შეგიძლია გემრიელად მიირთვა ხო ერთი საინტერესო ფაქტი არის კიდე სოფლიოში ყველაზე გრძელი საქორწილო ფატა ხო 63 საფეხბურთო მოედანზე გრძელი იყო ის 2018 წელს კვიპროსელმა პატარძალმა ატარა და მისი სიგრძე თითქმის 7 კილომეტრი იყო ნამდვილია ეგ ამბავი როგორ 7 კილომეტრი ფატა როგორ უნდა იყოს როგორ ატარა აგერ მარია პარასკევას ფოტო პარასკევა ესე იყო დახვეული ეხლა ვნახე ფოტო რეკორდი დაამყარა ყველაზე გრძელი საქორწილო ფატით ხო ანუ მე რატო გამიკვირდა წარმოგიდგენ სიგრძეში ეს არა და ესე თუ დაახვევე ხა თუ კიდე 7 კილომეტრი იყოს თუ კიდე 14 რა რაზე იწვალეს აზე ხა ხო მაგრამ შენ რო ჩემი არ გჯერა ხოლმე მაგას რა ვუყოთ შენი არა ჯემინის გადამოწმება ხო მაგრამ მე ის შტარი ხო არა ვარ მომოწმებ ინფორმაციებს ისე კი არ მომაქ გიჟივით ბოდიში მიღებული ხო მოკლედ ახლა ვნახე ეს ძალიან შორს მაქვს ხო რო გაინტერესებდა საქართველოში მეჯვარე სხვა დატვირთვა ექნებაო ოკეი ექვსჯერ ვარ მეჯვარე და მე ხარ გებულობ მაგას ასნიშნავს არა პროფესიონალი მეჯვარები ხო ანუ იქ რო ბესტმენი ის არის მცველი იყო აქედან მოდის ეგ ტრადიცია საქართველოში ბევრად უფრო ისეთი დატვირთვა აქვს სერიოზული რა ხო ანუ პირდაპირ კავშირშია ჯვრისწერის საიდუმლოსთან ანუ ის არის პირი რომელიც ჯვრისწერისას მოწმეა ღვთის წინაშე ხო და ძველად ამას გვირგვინოსანსაც უწოდებდნენ რადგან მისი მოვალეობა წყვილის თავზე გვირგვინის დაჭერა იყო კი ეგ სულ კურიოზული სცენარი ხომ დღევანდელ ქართულ მასში წლებზე დადიანაშენ ცოტა ყვევინა კი აი მეომარი და მცველი მსგავსება დასავლეთთან ნახე საქართველოს ისტორიულად მუდმივი ომების და მოტაცების თქვი ტრადიციების ქვეყანა იყო ამიტომ მეჯვარეებს ხშირად ნეფეს რამდენიმე მეჯვარე ჰყავდა მართლაც ჰქონდა დამცველის ფუნქცია ანუ ეგეც რაღაცით გავს იმასაც რა დაცვა მოტაცებისგან მაგალითად ქართულ ქორწილში მეჯვარები ყოველთვის შეიარაღებულები იყვნენ ხანჯლით მოგვიანებით კი ცეცხლსასროლი იარაღით რაც სიმბოლურად დღემდე შემორჩა ჩოხა ახალუხის სახით კი ბატონო რაღაცები ყრია ამაში და რა არის თუ შენთან ყრია ორფერ ყრია ჩემ რები ჩამიყარა ჯიხაში ჯადო აი ეს ტრადიცია არის ისინი ფსკერზე დარჩა რამდენჯერ მიქრია იცი რა ისე რომ სორო არ მოყვეს ხო მაინც როსვა ხო რაღაცა შავი წერტილები არის და შევთან ნაცრისფერი არის და რა უნდა იყოს ცნური ხო მოვიხორდურება მოკლედ აქვე დავსვავ კითხვას ტრადიციოს მაყურებელს რასაც ვეკითხებით ხოლმე დაგვიწერეთ კომენტარებში აპინული იქნება კომენტარი თქვენ ყველაზე უცნაური ან სასაცილო რა გაგიკეთებიათ თქვენ თვითონ ან გინახავთ ქორწილში ხო რა მომხდარა ხო გაიკეთებით ან გინახავ შესწრები ხართ ხო კარგი საინტერესო იქნება კი კარგი კომენტარებს გვიწერენ ხოლმე და კი და ეხლა სხვადასხვა ესეთი კომენტარები იყო და წინა კითხვა წინა კითხვა იყო რა სიგიჟე გაგიკეთებიათ ფოტოს ან ვიდეოს გადასაღებად K64 პარაპლანით ვიფრინე მეგობარი მიღებდა ფოტოს და ვფიქრობდი კადრში ფეხები ლამაზად როგორ გავაჩინა
კარგია. ხო. კი, არა. ფრენის თუ არ გეშინია და ხო, მომდევნო ეხლა შეგიძლია იფიქრო. წარმოვიდგინო მე რო გამაფრინო თუ რა ქვია მაგას პარაპლანით. გამაფრენინო. ხო. ფეხები კი არა, არ ვიცი, გული თუ შემჭა თავის ადგილზე, კარგი იქნება. ნათელიკო 0696. 6-7 წლის წინ Huawei P20 Pro მქონდა. წყალს კარგად უძლებდა და ზღვაში ლამაზ ფოტოებს ვიღებდი წყალქვეშ. ვა. მე ეს ტელეფონი მომპარეს და რაღაც სხვა ვიყიდე, ხო და მაინტერესებდა ისიც გაუძლებდა თუ არა წყალს და იმის მაგერად რომ ინფორმაცია მომეძიებინა პირდაპირ აუზში გადავოშვი. ცუდი იდეა იყო, ვერც ფოტოები გადავიღე და აღარც ტელეფონი შეერჩა. აჰ, კარგია. ესეც მესმის რატო დაემართა, იმიტომ რომ ბოლოს მე მგონი ყველა ტელეფონი ისეთი გამოდის ბოლო ხანში, რომელიც წყალს უძლებს. George the Tallest. 11-12 წლის ვიყავი, რაღაც ახალი ტელეფონი მიყიდეს და შენელებულ კადრს იღებდა. ერთმანეთთან შეიძლება ეგრე არ იყოს და ყველა ბევრ მარცადა თავში ეგრევე ტელეფონი გადახტა. ანუ ზოგი როგორ არის, ანუ waterproof თუ რაღაცა რა წერია, ანუ ზოგი ისე თუ ჩაგივარდა და მალევე ამოიღებ, გაუძლებს, ანუ მალე არ შედის წყალი, მაგრამ ერთი დრო დატოვა გაფუშტება და ზოგი არის რომ ისე რომ აი თუ გინდა ჩადიდე წყალში იყავი და ფოტოები გადაიღე რა, ორივეს ნიშნავს ხოლმე და. მოკეთ არ ცადოთ დასერჩეთ კარგად და ისე. ხო, George the Tallest. იმიტომ თბილი ამოდები მოდის და შეიძლება ჩახტრენა ურში. 11-12 წლის ვიყავი, რაღაც ახალი ტელეფონი მიყიდეს და შენელებულ კადრს იღებდა. ერთმანეთთან დაშორებული გარაჟები მეგულებოდა, წავიყვანე მეგობარი, დავაჭერინა ეს ტელეფონი, გადავხტი და ავტვირთე სოციალურ ქსელებში. რა თქმა უნდა, ყველა ვნახა და არანორმალურად ჩამთვალა. ცალკე სკოლაში ფსიქოლოგთან გამაქანეთ, ცალკე ნათესავების ზარებიც არ წყდებოდა. ხო, არც ეს არ გაიმეორებთ. გივი ნიკოლეიშვილი 53-21. არაფერი განსაკუთრებული არ გამიკეთებია ფოტო-ვიდეოთვის, მაგრამ ჩემთვის საპატივცემულო ხალხთან კი 2 წლის წინ სელფი გადავიღე ჯაფარ შენთან, კაცების 4-თან და დათო გოგიჩაიშვილთან. გულის ამოჭუღებელი კომენტარი. წერეთლის 114-ში თქვენი ორგანიზებით იყო კარგი ხალხის შეკრება და მაშინო. ეს მე მგონი წერეთლის 114 არის ალბათ ფესტივალი კონტენტი. კონტენტი, ხო. ხო, მისამართი არ მახსოვს. ალბათ წერეთელზე იგი იყო. ნინა ქერი მადეირას კუნძულზე ვიყავით სალაშქროთ. ისეთი საშინელი ამინდი იყო, წვიმა ქარი ნისლი, მოკლედ მივაღწიეთ პიკს როგორც იქნა. შემაღლებული ადგილი იყო, ულამაზესი ხედით, ნისლი რო გადავიდა, ავბობღდი, თან სველი იყო მიწა. ვცურავდი, მაინც ავედი, დავდექი და გადამიღო ფოტოები ჩემმა ბიჭმა. რო ჩამოვედი და ფოტოს დავხედე, ერთი ქონდა გადაღებული მარტო, ნახევრად ვჩანდი და თან თვალების დახუჭული მქონდა. ისე გავბრაზდი, იმ დღეს არც ერთი ფოტო არ გადავუღე. აუ მესმის ძალიან კარგად. წარმოიდგინე რაღაცა ძალიან რომ მოგწონს, ძალიან რომ გინდა რომ ესეთი კარგი და წარმოიდგინე როგორი იქნება და ხო. ზურა ფიროსმანიშვილი 61-23. ფოტოების გადაღებაზე არ უგიჟდები და არც ინტერნეტში დადებაზე, ამიტომ განსაკუთრებულიც არაფერი მიქნია. მაშინ რატომ ვაკომენტარებ? იმიტომ რომ ყველა გადაცემაზე მაქვს დაკომენტარებული და უბრალოდ ტრადიციას არ ვარღვევ. თან პასუხი არაფერიც ხო უნდა დააფიქსიროს ვინმე. კარგია. მადლობა არაფერი კომენტარისთვის. გიორგი შუშაძე. მე პირადად არაფერზე არ მიყვარს ფოტოები, მაქსიმუმ გავიღიმო. მე პირადად არაფერზეო, ანუ არაფერზე არ წავსულა, რომ არ მიყვარს ფოტოები, მაქსიმუმ გავიღიმო, მაგრამ ერთმა ჩემმა ახლო მეგობარმა ფოტოს გამო ისეთი ილეთი გააკეთა 2 წელი ან მეტი პლატინა ედო მერე ფეხში. უიმე. The self-proclaimed intellectual. ესე უწერია. თვით აღიარებული, თვით გამოცხადებული ინტელექტუალი. ბროდვეის სპექტაკლის მიმდინარეობისას უტიფრად ამოვიღე ტელეფონი და ვიდეოს გადაღებას ვაგრძელებდი მანამ, სანამ დაცვა მეუბნებოდა, რომ გადაღება არ შეიძლებოდა. მე ვითომ round table ვიყავი და ინგლისური არ მესმოდა, რომ დრო მომეგო და მეტი კარგია. ხო, ხანდახან ჯობია თავი მოიკატონო რაღაცა არიცი. ხო, მე ხო წინაზე მოყევი ინგლისური არ ვიცოდი მე და მე ხო წაგაშლევინებენ მე თუ არ აქვს უფლება. ნუ ალბათ ხა ეგეთი სიმკაცრე არ არის ტელეფონი დაგართვანა.
არ ვიცი. სხვა კომენტარები იყო რომ ესეთი შეკითხვა რამე. კი, შეკითხვა იყო ერთი. აი ეს. ზურაფ ფიროსმანიშვილი. ჯაფარას პოდკასტის კომენტარებში უნდა დამეწერა ეს კითხვა, მაგრამ ვერ მოვასწარი და აქ ვიკითხავ თუ შეიძლება. ჯაფარ კაცებს თუ უყურებ ხოლმე სახლში. როგორია ჯაფარა როგორც კაცების მაყურებელი და ქომაგი? ეს კითხვა მიჩნდება, იმიტომ რომ როცა უშუალოდ მუშაობ გადაცემას და სამსახურში რამდენჯერმე უყურებ, სახლში შეიძლება აღარ მოგინდეს ჩართვა. რა ხდება ამ მხრივ თუ უყურებთ ხოლმე სახლში და რა სიხშირით? თქვენთან არის სახლში თუ უყურებთ კაცებს? ხო. არა. იმიტომ რომ გადაცემა რომ დაიდება 7 ჯერ მაქვს უკვე ნანახი და ჯერ გადაცემის მომზადების პერიოდში დაახლოებით ვიცი როგორი იქნება. მე ჩაწერას ვნახულობ. მე მონტაჟის დროს, ასე ვთქვათ, cut-ს როცა ვაკეთე, ანუ რედაქტირება რა დარჩეს და რა უჭრები რო ამოჭრა. მაგდოს კიდე ერთხელ უყურებ, მე უკვე საბოლოოდ ჩვენი რეჟისორი ვახორო და მონტაჟებს მე საბოლოო ვერსიას კიდე ერთხელ უყურებ. თავიდან ბოლომდე. და მე ხდება ატვირთვა, ასე რომ იქ რო იდება უკვე ბევრჯერ მაქვს ნანახი ხოლმე და სახლში აღარ უყურებ. ხო, მეც ამდენჯერმე მაქვს ნანახი. იმიტომ რომ წესწრება ამ პროცესს ყველაფერს ვესწრები ხოლმე, იმიტომ რომ მე კაცების ესა ვარ. ძირძველი. რომ ჩაწერებიდან დაწყებული, მონტაჟით გაგრძელებული, მე ნახვით დამთავრებული. კი. ხო, და მე YouTube-ზე რო აიტვირთება კიდე რაც ამდენად დღეს უყურებ ხოლმე, რომ ახლა როზე ხო არის და ხო აიტვირთა და. ხო. ხო, ასე რომ სახლში არ უყურებ. ამ ესეთი იყო, ამ უწურავად გავეცით კითხვის პასუხი. კი, და კიდე ეწერა როგორია ჯაფარას როგორც კაცებს მაყურებელი და ქომაგი. ქომაგი ხარ თქმა უნდა ვარ და სამ კაცებში დავიწყდი მუშაობას, მანამდეც ვიყავი კაცების შოუ როცა იყო. ქომაგი და ჩემი საყვარელი გადაცემა იყო ერთ-ერთი. ხო, ერთ-ერთმა დაგვიწერა საქსი ჯოზ, მაშინ კოჯორზე ქონდა ლაპარაკი, დავინტერესდი კოჯორშიც თუ არის ხოლმე საცობები ფთოვლის გამო თქო, ფოტოების გადასაღებად, როგორც საბადურის ტყეში ხდება ხოლმე და აი დაწერა რომ ეხლა ჩამოვედი კოჯორიდან, არავით არის საცობი, სილამაზე იცოცხლე სურათები არ გადამიღია, ისე დავდიოდი თოვლი, ისე ვდევს 28 იანვარი. დღიურები და. ხო. რჩევები? რჩევები. და გავედით ბოლოში. კი. დაიწყებ თუ დავიწყო? დავიწყებ. შენ არ ვიცი რა სიგა ამიტომ. ჩვენ რაც ურჩევთ ხოლმე მაყურებელს ჩვენი გამოცდილებიდან. ხო. იცი? ახლა გითხულობ. მოკლედ ეს არის წიგნი. აი ასეთი. ესე დაიჭირე კამერაში კარგად, მივაზუმოთ. სო. ეს არის ერიკ ემანუელ შმიდტის ნოველები. ერთ-ერთ გადაცემაში ერიკ ემანუელ შმიდტის ერთ-ერთი ნოველა ურჩია ჩვენს მაყურებელს, ეს იყო ოსკარ დავარდისფერი ქალბატონი. ეს წერალი ძალიან მიყვარს ზოგადად და ეს ნოველა ძალიან მომეწონა. ეს არის ოსტენდელი მეოცნებე. აქ მე მგონი 5 ნოველა არის, წუთით. ხო, სხვების კარგია, სხვების მომწონს, მაგრამ ეს მომეწონა განსაკუთრებით. და გირჩევთ, რომ წაიკითხოთ. თვითონ ერიკ ემანუელ შმიდტი ამბობდა, რომ კარგი მწერალი მოცარტს უნდა გავდესო, ყველასთვის გასაგები უნდა იყოსო და ეს ძალიან მომწონს მისი ნათქვამი. და ზუსტად ასეთია ჩემი აზრით ეს ნოველა. ხო დავიწყო კითხვა. ნახატები არ არის. კარგი. ხო, ეს არის მოკლედ ჩემი რჩევა. ჩემი რჩევა. ეხლა ჩემი რჩევა. ეს არის მანკარის ნასოსი. როიცოდეთ ჯაფარა არის სვანი. და ნამდვილი სვანური. კარგი ხარ. მოკლედ. მაიტანასოსი. ესე იგი, ვისაც მაგაზე ძველი ანეკდოტი რომელი არის კიდე. ისა 99 ხინკალი მოვეცი. აი, გარდა მე ეს იყო. ვისაც ტემუსთან გონია ჩეხება, რაღაცა ტემუს რეკლამა ამოხტარა Facebook-ზე, სადღაც მაინც იქნებოდა ეს, რომ ეს მინდა cover-ზე რა. მოდი არ ჩანს კაცმოცა ეს დავიჭერო, შუქიც კარგად ურწყავდეს და. ნასოსი. ხო.
აი ვიღაცა რო გითხოს რა ეს რჩევები გვაქვს ხოლმე და აი მაგალითად რას ურჩევთ და ნასოს რეუნები კარგია. კარგი არის, ხო ვიტყვი ავტომატს არის კარგი. ბევრჯერ შეგხვდებოდათ, რომ აი ესეთი რაღაც პატარა მოწყობილობა არის, რომელიც მანქანის საბურავს დაბერავს. თავიდან ძალიან ეჭვშვალით უყურებდი. მაგრამ ბევრჯერ რა მოხდება, ხო ცეკავ და 50 ლარი ღირდა. თუ 40. სადღაც ხო არის 40 და 50-თან, თუმცა ფასები სულ იცვლება, ანუ აწერია 127 და ეხა იყიდებ 36 მეტად, მაგრამ 3 საათში სხვა ფასი ექნება და რაღაც ეს, მაგრამ ნუ მოგეთ ასე იაფად. შეიძლება ნასოსის ყიდვა, რომელიც აი ესე ესწრება, ეს პირდაპირ მანქანის საბურავს ესე დაუერთებ. ჩაკეტავ და დააყენებ რა იმაზეც გინდა, წნევაზეც, ხა ყველა მანქანას და საბურავის ზომას სხვადასხვა წნევა აქვს, ეგ შეგიძლიათ ChatGPT-ს Gemini-ს კითხო, რომ ესა და ეს მანქანა ყავს, ესეთი საბურავი უყენია და რამდენ წნევაზე დაუბერო და ჩაარჯობ, დააჭერ დაბერვას და 2-3 წუთში თითო საბურავი, ანუ ჩემ მანქანას ის ყავდა. ამინდები რო იცლება, ჰარი აკლდება ხოლმე ამინთო საბურავის ისა ჩეკი თუ რაც ქვია და შვენივრად დაუბერე იქვე და გავაგრძელე სიარული. მოყვება ველოსიპედისტვის, ანუ თავები ეცვლება რა, ბურთის დაბერვა გინდა, ველოსიპედის დაბერვა გინდა, მოგეთ ძალიან გამოსადეგი ნივთი არის. სოსის ისიც აქვს ღილაკი. ზამე თუ მოყვევი რაღაცა გაიჭედე, მოიცა, აი, ესე ანათებს. ესე დააჭერ და მიშველეთ არის, ნახე. ესე კიდე რაღაცა. და მე რო დაჭერ ესეთი ხმა აქვს, აი. შეგიშინდა? მეც დავფისაც. გამოსადეგი ნივთია და მანქანაში რო გეგდოს გამოგადგება რა. რაღაცა რატო ეგეც აცილო? შენც მგზავრობდი მანქანით და ეს რო ყოფილიყო, ბევრ დროს დავხარჯავდით ვულკანიზაციამდე მიშვლაში, იქ დაბერვაში, ასე შემდეგ და ისე უყურებ გეკონა ეს ერთ რა გჭირდებოდა ისედაც გააგრძელებდი სიარულს და შენო სადღაც წაგიყვანე მანამდე დამით დაუბერეთო ეს ერთ წაგიყვანე და რატო ეტიპები ახლა ამას რატო შემდეგი აი ესეთ გახარ რაღაცა ეს ნივთი უფრო გამოგადგება ვიდრე ეს ციგნი დღეს ისეთი დრო არის ასე რომ ნასოს მიდი რა მოხდა განსაკუთრებით ნივთია ძალიან ყოფილი ვარ ამ ფასად ლინკის იქნება აღწერაში კი ბატონო აღწერაში ჩავაგდებ ლინკს რომელიც ტემუნდა გამოვიწერე ნუ ხა ამდენად ის არის რა ქვია გარანტიას და რაღაცებს ვერ მოგცემთ მე თვითონ ეხა ჩავმოვიდე და ერთხელ გამოვიყენე და დაბერა ბორბალი და ხანი მუშაობს და როგორ გაძლებს იქ უკვე არ ვიცი მაგრამ უკმაყოფილო მომხმარებელი რო გწერ. უკმაყოფილესი. ხო, ეს ერთი წუთს მერე. აღარ ბერავს. კარგი, მადლობა. ნასოსისთვის. ნასოსი. თან ვისაც ეს გაღიზიანებთ იმაზე მანქანის ქვია დაშბორდი ქართულად როგორ არის. ტორპედო მთლიანად ისე მოკლედ ყველაფერი ჩამქრალი რო გაქვს და მანქანა გაკეთებული და ეს ერთი რაღაცა რო ანთებს რო საბურავის აინეროს მუშლელი და უცებ გადმოხვა შეაჭრა ბჟ დაბერო არა მართლა ის არის ხუმრობა იქით იყოს და ესეთი კომპაქტური და კი კიდე რა გამოვიწერე ტემოდან სულ მაინტერესებს ის კამერის შტატივის ხოთაშორის ეგეც კარი გამოდგა შემდეგზე ეგ იყოს სულ მაინტერესებს ხოლმე შემდეგს რას მოიგონებ აი მოიგონებ რა რეალურად საყოფა ცხოვრებო ესეთი რჩევები იყოს რა ქვია მაგას გამოსადეგი როგორ არის სარფიანი კი არა და როგორც არის პრაქტიკული მართალია პრაქტიკული რჩევები დღეს უფრო მეტად ფასობს ვიდრე ეს ოსტენდელი მეოცნებე და ყველას ჩაწეს ხა კაი მოთხრობაო და მოგდებს Gemini წაიგითხე ესაო და Gemini ვერ გაგიბერავს მანქანას როგორ აკნინებს ჩემს შენ აკნინებდი და იმიტომ რაც წყვებოდი მთელი დღე ესე იჯექი კარგი გავედით ბოლოში დაგვრჩა მუსიკალური ნომერი დიახ დღესაც შეგვისურვებთ ახალგაზრდო რა მოგვიმზადეთ დღეს შევასრულებ ჩარლი ჩაპლინის ნაწარმოებს მოგეხსენებათ რომ ჩარლი ჩაპლინი როგორც რეჟისორიც იყო, სცენარისტიც იყო, მსახიობიც იყო თავისი ფილმების, ასევე კომპოზიტორიც იყო, თვითონ წერდა მუსიკას. და მის ერთ-ერთ ნაწარმოებს შეგისრულებთ, საუნდტრეკს,
ფილმიდან დიდი დიქტატორი. მე მგონი ყველას აქვს ნანახი, არ ვიცი. კი ბატონო, მაშინ დავუშვიდობოთ მაყურებელს. დავამშვიდობოთ. უცებ გადაწყობა, პატარა ჭრა იქნება, სანამ კლავიშს მოვდგავთ წინ. და მადლობა. ხო. ვინც გვიყურებდით, გვისმედით. სულ გვავიწყდება. არა პროფესიონალი იუთუბერებით ვიქცევით. მაყურებელს შევახსენოთ, რომ გამოიწეროთ არხი, ვიდეო დაალაიქოთ. გვავიწყდება Patreon-ზე, რომ Patreon-ი რო გვაქვს, რომ ხალხს მადლობა უთხრათ და მოუწოდეთ, გამოიწეროთ. ყველაფერი გვავიწყდება, უნდა მოვიჩნოთ ხოლმე. კი. ძალიან დიდი მადლობა, ვინც კომენტარებს გვიწერს, გვალაიქებს, გვამხნევებს. კი. Patreon-ზე. Patreon-ზეც ვინც გვეხმარება და გვერდში გვიდგას, უღრმესი მადლობა. უღრმესი მადლობა. და გთხოვთ, რომ ვისაც გამოწერილი არ გაქვთ, გამოიწეროთ, ძალიან დაეხმარება ეს ჩვენს არხს. უშდეთ ცოტა ხანი ეს სიჩუმეში. ერთი რაღაცა მაქვს კიდე სათქმელი. ვისაც მოგეწონებათ ჩემი შესრულება. ხო. ჩარლი ჩაპლინის ჩარლი ჩაპლინისა? ჩარლი ჩაპლინის უკვდავი ნაწარმოებების უფრო ისეთი დიდი ვერსია, ვრცელი, შეგიძლიათ გადახვიდეთ ჩემს პირად YouTube არხზე და მოისმინოთ იქ. და ზუსტად არ ვიცი რამდენ წუთიანია, მაგრამ ისეთი relaxing ის არის. მე ხო ჩარლი ჩაპლინის ისიც გაქვს პლეილისტი, ანუ კი, მაგას ვიდეო ჩარლი ჩაპლინის ვეშების. კი, ჩარლი ჩაპლინის ვეშების ერთი დიდი ვიდეო დევს და ჩემი აზრით ძალიან კარგად ისმინება მსგავსი მუსიკა, ჩემსაც არ მაქვს ლაპარაკი, მაინც თამაში ხე რაღაცა ისე გამოვიდა, გემასავით. ძალიან მაგრამ უკრავდა. კარგად ისმინება ესეთი მშვიდი მუსიკა, როცა მუშაობ, ან რაღაც საქმეს აკეთებ, კარგად კონცენტრირდები, ყურადღება არ გეფანტება და თან პარალელურად სასიამოვნოდ ფონად ისმინება. ხო, პიანო ბაიგვანცა მითითებული იქნება აღწერაში. კი, აღწერაში იქნება და ეს ნაწარმოებიც დევს იქ, რასაც ახლა შევასრულებ. და ვიდეოც დამთავრდება იქ, მაგრამ კიდე ვიდეოები რო ხდება ხოლმე, რასაც გიჩვენს, იქაც მიუთითოთ კონკრეტულად ეგ ვიდეო და. კი ბატონო და შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ ესეც და კიდე სხვა ვიდეოებიც დევს, შეგიძლიათ ნახოთ და შემიფასოთ. 66,000 გამოწერი ყავს მაგ არხზე. 66,000. მუსკულები ოდისაა მაგამდე შენი აზრით. არ ვიცი. 1-7 წელიწადში. ნახოთ. ნახოთ, მადლობა, ვინც გვიყურებთ და გვისმენთ. გიტოვებთ გვანცას კომპოზიციას.